როცა დამირეკა და შემოთავაზება გამიკეთა, ხმაზე ვერ ვიცა. პირველი რაც ვთხარი, მოვთხარი გამდიდრდებით მეთქი რა. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი აფუძნებს ახალ პოლიტიკურ ძალას. აბსოლუტურად არ გაურბივარ ამ ცნებას, მაგრამ არაფერი საერთო ამ ცნებას რეალობასთან არ აქვს. მაგოდინგით რომ შეევაფასოთ ქართული ოცნება როგორც პარტია, ვინ არიან და არიან. მე თქვენი აზრით ქართული ოცნებიდან წამოვედი? უფრო დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქართული ოცნება დატოვა, იმიტომ რომ იქ უბრალოდ აღარ დაედგომებოდა. თქვენ რომელი ხართ ამათში? თქვენ დაასრულეთ თვითონ და მე პასუხი მოგებრუნდებით. 10 მარტს 11-ში დასრულდა ეს ურთიერთობა ამ სიახლოვემ. იმ გუნდში, რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვეძახით, გარკვეული ეჭვები დაბადა. ეს ეხება როგორც პრემიერ ყობახიძეს, მაშინ პრემიერი არ იყო, ყობახიძის პრესკონფერენციაზე მოხდა რა, რომ ეს გამოვდივარ და მესიჯებზე წერენ ფული რა ფული მოიპარეო და ვერ გავიგე რა ფული მოვიპარე. ისე დააარსეთ მოკლედ პარტია, რომ ჯერ როგორი ფუნქციონირებს ფინანსურად, არ აქვს არანაირი გარანტიები. ხშირად მეკითხებიან, მზად ხართ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან მაბატიეთ ბოდიში პირდაპირობის, ჩემი მაცი არის, ეხლაც სავსე არის რა. თქვენთვის თუ არსებობს ეს წითელი ხაზები გარკვეული პოლიტიკოსების ან გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით? ჩამოიღეთ ხმა, ხო? თუმცა 4-5 კაცი. არ გვინდა ვიქცეთ აი ტრადიციულ გრუზინულ პარტიად. დღეს სოფლიო აფასებს მხოლოდ ძლიერებს. თქვენი პარტია არ იყოს დაკავშირებული ვიქტორ ყიფიანის სახელთან, მე მგონი რომ აუცილებლად დაბარცხდეთ. მადლობას გეტყვით ამ ერთხელ ამ კომპლიმენტისათვის, თუმცა ამთავითვე უარყოფ. ბარემ აი დავამთავრე. შენი კითხვა სასახა პასუხი მინდა და მე. არა. ახლა ჩემს გამო ვიკამართ. ზართხობ. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ვიქტორ ყიფიანი. გამარჯობა. მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. დღეს ხუთშაბათს, როდესაც ჩვენი გადაცემა იწერება, როგორც გავიგეთ, შეიტანეთ საბუთები პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე. რა მოლოდინები გაქვთ, ხო არ გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენც ისე გაგი პრობლემები როგორც მაგალითად თავისუფლების მოედანს და შემდეგ უკვე გადავიდეთ საინტერესო ამბავია პარტიის სახელი, რატომ გადაწყდა ასეთი სახელი და რისი თქმა გინდათ ამით. აი ორი კითხვა ერთად დავსვი. სიმართლე რო გითხრათ, რეგისტრაციაზე რომელი შედეგი ჯობია, პირველ ჯერზე გაგვატარონ თუ არა? ეგ კიდევ საკითხავი არის, იმიტომ რომ ერთის მხრივ უნდა გსურდეს, რომ პირველ ჯერზე გაგვატარონ. მაგრამ მეორეს კონსპიროლოგიური ბუნებიდან, რომელიც საქართველოში არის, ვინმეს დაებადება კითხვა, რატო გაატარეს პირველ ჯერზე. ერთის მხრივ მას ცნობადობისთვისაც კაია, ხმაური აწყდება მედიაში. ხომ არ იყო სხვაგვარი ხელშეწყობა და ამიტომაც გაატარეს. თუმცა ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, არც იმას გამოვრიცხა, რომ პირველ ჯერზე სწორედ შეგნებულად გაგვატარონ და მაგბიზნით. რომ ეჭვები დაიბადოს. ერთი სიტყვით, დაველოდოთ ერთი თვე ჩვენ პედანტურად გავაკეთეთ ყველაფერი სწორედ და სპეციალის განსაკუთრებული მადლობა მინდა თავისუფლების მოედანს გამოვცხადო, იმიტომ რომ ძალიან დაგვეხმარეთ ჩვენ პრაქტიკულად და სანუტარო მოქმედებების დაკვალიანების სახით და ასე შემდეგ. აი, დღეიდან დაიწყო ერთვიანი ვადი სათვლა და დაველოდოთ. ეს გარკვეულწილად იმას ხო უნდა ნიშნავდეს, რომ ერთ-ერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც რაღაც ფორმით ითანამშრომლებს და უკვე თანამშრომლობთ, არის თავისუფლების მოედანი. და ბუნებრივად გაჩნდება მე კითხვების სხვა რომლები იქნება კიდევ ასე. ჩვენ გვაქვს სიახლოვე ჯერ პიროვნული კონტაქტები, კომუნიკაციების მრავალი წელია, რაც არსებობს და არა მარტო მე, არამედ ჩვენი გუნდის სხვა წევრებს. და რაც შეეხება, სხვაშორის იყო კიდევაც შეკრება 1-2 კვირის წინ ჩვენ თავისუფლების მოედანი ქართული რესპუბლიკა, ბოდიშ ვიტყვი, ხო, ქართული რესპუბლიკა, სოციალ-დემოკრატები. ვაიმე, ერთო ჩემო კიდე ვინ იყო? ხო, თავისუფლების მოედანი ჯერ საქართველო. და ჩვენ მაშინ თქვით იქ, რომ ჩვენ თქვით რა, რომ ეს არის გაცნობიტი შეხვედრა, რომ მეტი სიახლოვე გმართებს, მეტი თემატური თანამშრომლობა გმართებს. სართული არ ყოფილა აი ახალგაზრდა. ბოდიში სართული იყო, აი გამურჩა, ხო, კარგია რომ შემახსენეთ. და ეს ანუ ახალი სტარტაპები, როგორც ამბობთ, პოლიტიკური სტარტაპები, ხო, ყველა ერთად. ჩვენ თავიდანვე პოზიციონირებდით როგორც პოლიტიკური სტარტაპი. პრინციპში ეს მოთამაშეებიც ახლა თავისუფლების მოედანი, რა თქმა უნდა, უფრო სტაჟიანი არის უკვე და შედარებით რომ სტაჟიანი არის და ბევრად გამართული პარტიული სტრუქტურა აქვს. მაგრამ აი მიგვაჩნია, რომ აი კულტუროლოგიურად, სოფხედელობრივად, ხელწერის მიხედვით ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან.
მოკლედ დავიშალეთ იმით, რომ ორი კვირის თავზე შევიგრიბებით ის თემატური თანამშრომლობის ფორმატები, რომლებიც ჩამოიყარა სპონტანურად ამას გავიაზრებთ და აი ვნახავთ როგორ შეგვიძლია წინ მივიდეს. საინტერესოა თქვენთან, ეხლა მაგალითად ხო ალიანსი ვიცით, მეორეს ვთქვათ ესეთი ძალის ცენტრი და რაზე არიან შეთანხმებულები, ვთქვათ უკვე დოკუმენტი აქვს და რაზე თანხმდებიან და რაზე ვერ თანხმდებიან მეტნაკლებად ვიცით. თქვენთან რა არის, ვთქვათ რაღაც ძირითადი საკითხები, რაზეც აი რომ დაჯექით სალაპარაკოთ, რა იყო ვთქვათ აი ტოპ 5 საკითხი, რაზეც საკმარისი შეიძლება იყოს შეთანხმება, რომ მე თანამშრომლობა გააგრძელოს. ურთიერთობის კულტურა, აი ყოველ ორ სიტყვაში ფიგურალურად თუ არაფიგურალურად ეს გაისმოდა რა, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ურთიერთობის კულტურის მოსმენა, ბოლომდე აზრის განვითარება, აღქმა, არაშეურაცხყოფით, არამით ვთქვათ არგუმენტირებულად, აი ეს იყო ჩვენთვის თავარი და მე არ ვიცი სხვა ფორმები გიორგი რა შედგება და როგორ, მაგრამ თუ ეს ჩვენ ვაჩვენეთ ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთისადმი აი რაღაცა კოლეგიალური თანადგომა, ეს ჩემი აზრით უკვე დიდი საქმე იქნება. თავარი ლაიტმოტივი ეს იყო და მთავარი წამყვანი თემა ეს იყო. აი თორნიკეს კითხვას ისე ვამბობ, ჯერ საქართველოზე იკითხა და მოდი ჩავშლი ცოტა ამ კითხვას. თქვენ არ ვიცი სოციალურ ქსელებს რამდენად აქტიურად მოიხმართ, მაგრამ სოციალურ ქსელებში გამოვიყენებ ტერმინს თქვენ მიმართ კრიტიკულად ან ზომიერი უნდობლობით გამსჭვალული ადამიანები წერდნენ ასეთ რამეს, რომ ამ ჯერ საქართველოში იმას ხო არ უმიზნებს, რაც არის მაგალითად არც დასავლეთი, არც რუსეთი და ეს რაღაცა ჯერ საქართველოს, რაც აქვს პრინციპში ნეიტრალური საქართველოს ანალოგია ხო არ არისო ესო, რომელიც გააკეთეს ვითომ ოცნების ოპოზიციაში ამაზად მოწოდებული ხო. ოცნებით სხვათაშორის ხო ეგეთი შტაბ-შტილებამ თქვენ ეთერს უსმინე, ოღონ ადრეს ანამ დამიჭერდნენ, მაშინ პოლიტიკური განცხადება არ ქონდათ გაკეთებული, უბრალოდ აი იწყებდით უკვე შტაბ-შტიება რჩებოდა რომ პოლიტიკაში აპირებთ შემოსვლას და რომ ახსენით ჯერ საქართველოს დაახლოებით რას ნიშნავდა მაშინ დამჭა შტაბ-შტილება ეგეთი, რომ იყო აი რაღაც მულტივექტორული პოლიტიკა, რომელზეც ეხაც საუბრობთ, უბრალოდ უკვე ბოლო ეთერებს რო უყურეთ თქვენსას, იქ აზუსტებთ ეს ანუ ძირითადი ღერძი არის დასავლური და ამასთან ერთად ნებისმიერი სხვა მსხვილი აქტორი. და აქედან გამომდინარე წარმოიქმნა ეს აღქმა ალბათ. მოდით განმარტოთ მაშინ კიდევ ერთხელ ძალიან მოკლეზე, იმიტომ რომ ეს განმარტება სხვა შორის საქართველოს შექმნამდეც როდესაც ანალიტიკური ცენტრი GeoCases ეგიდით გამოვდიოდი, მაშინაც საუბრობდით ამ თემაზე. და რამდენიმე რემარკა, რომ ხა ძალიან თეორიული ვორქშოპში არ წავიდეთ. არ ვიცი ახლა ვის რატო გაუჩნდა ესეთი ახმა, რომ ჯერ საქართველოს ნეიტრალური საქართველო, მაგრამ ჩვენი ლოგიკა ასეთი არის, რომ ხა თქვენ ახსენეთ გიორგი, მრავალვექტორული. მოდით დავიწყოთ იმით, რომ უკვე თვითონ სამყარო არის მრავალპოლუსიანი. და მრავალპოლუსში დღეს მარტო სახელმწიფოები კი არ მიიჩნევა როგორც წამყვანი პოლუსები, არამედ ბიზნეს კონგლომერატები, გავლენის ჯგუფები, არასახელმწიფო წარმონაქმნები. მოკლედ რო ვთქვათ, სოფლიო დღეს უკვე ფაქტია რომ არ არის ერთპოლუსიანი და არ არის ორპოლუსიანი, არის მრავალპოლუსიანი, ეს მოცემულობა არის. ამ მოცემულობაში შენ როგორც და არ მიყვარს ეგ სიტყვა მცირეერი და ყოველთვის ვიყენებ კომპაქტური ერი, იმიტომ რომ მცირეერი ცოტა ყურშჭრის. კომპაქტური ერი, რომელიც ასეთ გეოგრაფიაში ხარ, ბუნებრივი არის შენ ამ მრავალპოლუსიანობას უნდა გაუწიო ანგარიში და შესაბამისად შემოვიდა მრავალვექტორულობა და ვთქვი და ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ეხლა დასავლეთისთვის ვიყოთ ღირებული მხოლოდ იმიტომ, რომ აღმოსავლეთისკენ ზურგით ვიყოთ, ან აღმოსავლეთს უყურებდეთ და შესაბამისად დასავლეთს ვესაუბრებოდით, როგორც ვესაუბრებით, ჩვენი ღირებულება და ჩვენი ფასეულობა როგორც ქვეყნის ძალიან დაკნინებული იქნება. ამიტომ ჩვენ თქვით, რომ პრინციპში მრავალვექტორულობა ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პასუხი მრავალპოლუსიანობისა, მაგრამ აქვე ვამბობთ, რასაც აღნიშნეთ, რომ ეს მრავალვექტორულობა, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ეს არის ფარისევლობა. და სიტყვებით манипуლირება, იმიტომ რომ რეალურად ამ მრავალვექტორულობაში არაფერი მრავალვექტორული არ არის და რატომ? იმიტომ რომ მთავარი ვექტორი, რომელიც დასავლური ვექტორი არის და ჩვენ ვამბობთ, ეს ვექტორზე უფრო მეტი ვექტორი არის, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის. შენ თუ ეს ამოშანთე, შენ თუ ასე ამოაგდე, მაშინ რა მრავალვექტორულობაზე არის საუბარი და კიდევაც განმარტება გაკეთდა რა, რომ ესე იგი დასავლეთი ჩვენთვის აი ბიზნესის ენით რო ვისაუბროთ, ეს ჩვენი ბეკაპ ოფისი არის. რომლის გამო თუ იქ ვართ მყარად გამჯდარი, თუ ფესვები გვაყარად გამდგარი, ჩვენ თამამად შეგვიძლია უკვე სხვა მიმართულებებით ვიყურებოდეთ. ამიტომ
ეს მრავალვექტორულობა და მრავალპოლუსიანობა ჩვენი აზრით ამას უკავშირდება და ეხლა რაც შეეხება ჯერ საქართველოს არა იაფასიანი ნაციონალიზმის კუთხით, თუმცა ერთ-ერთი თქვა წახნაგი რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვამბობთ რომ ეთნიკურმა ნაციონალიზმმა უკვე საკუთარი თავი მოჭამა, საკუთარი როლი შეასრულა და საუბრობთ სამოქალაქო ნაციონალიზმზე, პოლიტიკური ქართველი სახელმწიფო როგორც ერისმოვადენი, მაგრამ ეხლა ეს ცოტა შორს აგვიყვანს ჯერ საქართველო და ესე იგი ჩვენ რო ვურთიერთობთ ამ სხვადასხვა პოლუსებთან თუ ვექტორებთან, ჩვენ არ გვერიდება რა, რო თქვათ, რომ ჩვენ ინტერესების გამოვაჭრებაზე ვიქნებით უფრო მეტად კონცენტრირებული. ეხლა შეიძლება არა დიპლომატიური სიტყვა არის, მაგრამ ეს სამყარო ინტერნეტი ეგოისტური არის და ჩვენ ვხედავთ არა რეალურად ხო, დიდი სახელმწიფოებით დაწყებული და საშუალოთი და პატარა სახელმწიფოებით ყველა გამოვაჭრებაზე არის. დღეს ძალიან ეგოისტური გახდა სამყარო, ძალიან მერკანტილისტური. ეხლა მე ხშირად ვიყენებ, რომ ბოლო ვერსია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ამბობს რა, რომ მე მარტო სტრატეგიულ მოკავშირეებთან კი არ თანამშრომლობ, არამედ სიტუაციური პარტნიორებით, დღის წესრიგის მიხედვით, ისთანაც ინტერესთან ხო და ეხლა ამ ფონზე ეხლა ჩვენ რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვიყო და რომ ვთქვათ, რომ არა მე მხოლოდ აი ვთქვათ შერჩევითად მსოფლიოს ამ ნაწილთან ვიქნები და ამ ნაწილთან არა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ღია ვართ ყველასთან და ბუნებრივი არის ამ ღიაობაში ჩვენ ჯერ საქართველოს ვაყენებთ პირველ რიგში და კიდევ ერთი რა რომ ეხლა კიდევ განსხვავება ეხლა თქვათ აი ქართული ოცნების მიდგომასთან რასაც ქართულ ოცნებას ვეძახი მე ყოველთვის დათმას ვაკეთებ რომ ეხლა ქართული ოცნება ჩვენ პირობითად ვამბობ პარტია ეს არის ნაერთი სხვადასხვა ინტერესების ერთი არის ჯერ საქართველო მაგრამ უბრალოდ ჯერ საქართველო აბსოლუტურად საპირწონე არის ჯერ პარტია და როცა ჩვენ ვამბობ ჯერ საქართველო სწორედ რომ საერთო ეროვნული ქართული ინტერესები და ამ ინტერესების შეძლების დაგვარად გამოვაჭრება სხვებთან ურთიერთობებში. ჩვენი პარტია აი რამდენადაც ვეცადე რომ ამეხსნა ყოველგვარი ეს თქვათ მოკიბის გარეშე რა. ეკონომიკური და თქვათ აი ეს პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით უფრო გასაგებია ეგ ამბავი ამ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან არა მარტო დღეს რაც ხდება ზოგადად ამ სოფლიოში არსებობს რაღაცა უსაფრთხოების მოთხოვნა ქვეყნისთვის რომ განვითარდეს მერე და ამ მულტივექტორულობა ეკონომიკურად თქვათ რაღაცა პოლიტიკურად და ასე შემდეგ გასაგებია, მაგრამ აი უსაფრთხოების თვალსაზრისით რა უსაფრთხოების ხოლგას განიხილავს თქვენი დასახელებული, თქვათ აი ეს ხედვა ქვეყნის განვითარების, ანუ სად არის ჩვენი უსაფრთხოების ხოლგა, სად მოიაზრებთ? აქაც ისეთი მოკლე და სწორხაზოვანი პასუხი არ იქნება, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად დავამოკლო. ეხლა მსოფლიოს ბუნება ჩვენ ვახსენეთ, საერთაშორისო სამართალი არის ძალიან დაკნინებული ინსტიტუტები და ყველა თავისგან იქაჩება რა. ეხლა ისეთო ვისაუბრებთ არასაეთერო ენით, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში ხდება ჩაწერა. მეც ასე მირჩევნია, მოვედი აქ, ასე ვთქვათ, განტვირთვის მიზნით და მიხარია რომ თქვენთან ერთად ვზივარ და ამისათვის ალკე კომპლიმენტი ამიტომაც და კიდევ სხვა მიზეზების გამო. და ესე იგი, ერთხელ ესეთი რამ თქვი, რომ კაცო, ამ ეგოისტურ სამყაროში ხო შეიძლება ორი ეგო გამოძრავებდეს. ქართული ერთი ეგო არის ვიცხოვროთ უკეთ ეკონომიკურად და მეორე ეგო არის უკ შედარებით უფრო დაცულები ვიყოთ. ხა идеალური დაცულობა, идеალური გარანტიები უსაფრთხოების არ არსებობს. ეხლა ესეც სადისკუსიო თემა არის, მაგრამ ყველაფერი ძალიან ფართობითი არის. ამდენად ჩვენ ასე ვუყურებთ ამას ჯერ ეს ახლა უსაფრთხოება ბევრჯერ მithქვამს და აღმოჩენას ეს არ არის მხოლოდ შეიარაღება. ეს არის პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ჯანსაღი მოწყობა. აი მე ყოველთვის როცა უსაფრთხოებაზე მეკითხებიან სხვადასხვა ფორმატებში ჯერ ამით ვიწყებ. სანამ სამხედრო ალიანსებამდე მივალ რომ ქვეყანა უნდა იყოს ჯანმრთელი, პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს ჯანმრთელი, საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა იყოს ჯანმრთელი. ეს არის მთავარი სავიზიტო ბარათი. ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა გქონდეს რითაც ჩვენ შეიძლება უნდა მოვიწონოთ თავი. ანუ ეს ერთი საკითხი. მეორე ეკონომიკური თვითკმარობა. ამის გარეშე ჩვენ ვერსად ვერ წავალთ და აქაც ცოტა შორს მივდივარ, მე ვამბობ რომ ეხლა როცა ჩვენ ციფრებს გვიხატავენ ამ ბედნიერი ეკონომიკის და მე ამის წინ თქვი რომ ერთი არის ნომინალური ეკონომიკა, ანუ ციფრებში გამოხატული, მეორე არის რეალური ეკონომიკა. ეხლა რასაც ხო და რასაც ესენი ჩვენ გვესაუბრებენ, ეს არის ნომინალური ციფრებში გამოხატული ეკონომიკა, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ეკონომიკასთან. ამაზე ბევრ საუბრობ, დაწყებული თქვა ჩემი კოლეგებით, იკა ალავიძე და სხვები მოკლედ ამ ხრივათაც ეს თემა ძალიან გაშლილი არის. ანუ ეკონომიკური თვითკმარობა. ეს არის ძალიან არსებითი და ეკონომიკური თვითკმარობა მათ შორის როცა უსაფრთხოებაზე არის საუბარი,
არა მშვიდობიანობის ეკონომიკით იმდანაც უნდა განისაზღვრებოდეს, არამედ კრიზისების პერიოდში შენი ეკონომიკა როგორ იმფუნქციონირებს. აი თქვა გაცდა მიწოდება მომარაგების ჯაჭვი, რაღაც მოხდა კოლაფსი. აი ამ შემთხვევაში რამდენად ფუნქციონირება ხარ. ადაპტაციური ესე იგი მექანიზმი. მე ვცდილობ ახლა და კომპაქტური პასუხი შეძლებს დაგვარათ, იმიტომ რომ ყველა თემა გაშლადი არის. ეხლა სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებზე გადავიდეთ, ეხლა ეს ნატოს გაფართოება, არ გაფართოება ვხედავ ჩვენ ტრამპის პირობებში ძალიან რბილად პრობლემური არის. დამოკიდებული არის უკრაინაში ომის პოლიტიკურ შედეგზე, იმიტომ რომ უკრაინაში ომის პოლიტიკური შედეგი ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი. ეს არის ევრაზიის სივრცეში ახალი წონასწორობის წერტილის გამოძებნა და ეს წონასწორობის წერტილი როგორ იქნება, ესეც მოდით ჩვენ ასე ვთქვა ძალიან სადისკუსიო საკითხი არის. ამიტომ ახლა ნატო ჩვენ გასაგებია ნატო როგორც მულტილატერალური ორგანიზაცია, მაგრამ ალბათ ჩვენ გეოგრაფიული ნიშნითაც უნდა ვეძებდეთ უსაფრთხოების ახალ მოდელებს და ეგეთი რამე გეგულება პარალელი რო ავიღოთ ფანჯარაზე იყო ხოლმე სულ ბოდიში გაწყვეტილებს ბარემ შემოვიტანა დაგიბრუნდებით ხო ფანჯარა იყო გაფართოების ფანჯარა ნატოსთვის და ევროკავშირისთვისაც და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ბალტიის პირეთის ქვეყნები ესე ვთქვათ მაგ პერიოდში გაძვრნენ ამ საფრთხის შემცველი ზონიდან და ეხლა ვხედავთ რომ იქიდან გამომდინარე რა მასშტაბის ომი აქვს რუსეთს წამოწყებული ბალტიის პირეთი რომ ნატოში არ იყოს არაფერი შეუშლიდა ხელს რომ მას თავს დასხმოდა ხო არ გონიათ რომ ეხლა არის ის ფანჯარა როდესაც ჩვენც გვაქვს ეგეთი შანსი მათ შორის ჩვენც მოლდოვასაც და უკრაინასაც და რისკენაც მივდიოდით დადგა ის მომენტი როცა ნატოც და ევროპაც აღარ იქნებიან ესეთი მკაცრი მაგ გაფართო ანუ სანამ რუსეთი სუსტია დაიმატებენ ახალ წევრებს. მე გაჭირდება რა თქმა უნდა მშვიდობიანობის დროს ეს გაჭირდება. გეტყვით, აი ფიქრის რეჟიმში გეტყვით გიორგი, მაგრამ უბრალოდ აი ორიოდე სიტყვით ქვერო თქვით, აი რამე მსგავსი არის ხა მე გეოგრაფიული ნიშნით აი ძალიან მომწონს ეს ხშირად ვიმეორებ რა, რომ ერთ-ერთ პუბლიკაციაში შემხვდა ეს ტერმინი მე არ მეკუთვნის ერთი ფლანგი, ერთი საფრთხე, ერთი პასუხი. და ამას ჩავეჭიდე და მე ამას რო ჩავეჭიდე, ესე იგი გეოგრაფიული სიახლოვე განაპირობებს ადეკვატურ ერთგვაროვან რეაგირებას რისკებზე. ხა მაგალითად ახლა სულ სხვა არის პოლონეთის რეაგირება რუსულ საფრთხეზე, სულ სხვა არის პორტუგალის. აი მაგალითსაც რო ვთქვათ, ხო, პორტუგალი უფრო მშვიდად გრძნობს თავს და შეიძლება გარკვეულ გადაწყვეტილებებს სხვა რეაქცია ქონდეს. მოკლედ ამან მივიყვანა ჩვენ რომ ასეთ გადაწყვეტამდე, ასეთ შეთავაზებამდე რომ არის თქვათ ეს შემავსებელი კომპლემენტარული სისტემები, როცა გეოგრაფიული ნიშნით ქვეყნები კრავენ გარკვეულ ალიანსებს. ეხლა ჩვენთვის ასეთი შეიძლება ვარიანტის დონეზე ვამბობ, გიორგი, შეიძლება იყოს თურქეთთან რაღაც ურთიერთობები, შეიძლება იყოს უკრაინასთან ურთიერთობები, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, ეხლა ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენ ამ ეთერში ჩამოვყაროთ ეს იდეები, მაგრამ თუ შენი ქვეყანა მისი ხელისუფლების სახით არ არის პროაქტიული და არა მარტო მომლოდინი არის რაღაც შედეგის, არამედ თვითონ აქტიურად არის ჩართული ამ დისკუსიებში. ახლა ჩვენ ველოდებოდეთ უკრაინაში ომის დასრულებას და მერე გამოგვიცხადონ ხელმოწერილი დოკუმენტები და მერე ვეძებოთ იმ დოკუმენტში სად ვარ, ასე არ ივარგებს. ამიტომ ერთი მოკლე ფრაზითა და მერე გადავიდეთ, რომ ასევე ეს თქვა, აი ბლინკენმა თქვა, ბლინკენის პერიოდში თქვა ასეთი ფრაზა ერთხელ, არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. აი მე ვისურვებდი ძალიან რა რომ მე ვისურვებდი, მაგრამ რეალობა სხვა გვაქვს, რომ ქართული პოლიტიკა სწორედ აქეთკენ იყოს, რომ ნიადაგი მზადდებოდეს, რომ ის დე ფაქტო შედეგი რო დადგება, ჩვენ არ ვიქნებთ მხოლოდ მოწმენი და ფაქტის მიღები. მე რაღაც კუთხით ახლა დაგეხმარებით, იმ კუთხით დახმარებას იმას გულისხმობ, რომ მე ამ წუთას მაქვს განცდა, რომ თქვენი მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ვიღაცებმა შეიძლება ცოტა ისე გაიგონ, რომ ნატოს თემა არ წარმოაჩინა პრიორიტეტულად. ამაზე იმიტომ და დახმარებაში რა ვიგულისხმობ, პირდაპირ ღიად კითხოთ, რომ ღიად გაპასუხებინოთ, რომ ანუ თუ სწორად აღვიქვით თქვენი ნათქვამი, ნატო როგორც ესე ვთქვათ, სასურველი თავდაცვითი ორგანიზაცია უნდა იყოს საქართველოსთვის პრიორიტეტი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახად მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული ნატოში გაწევრიანდება თუ არა რაღაც დრომდე, ამ დროის განმავლობაში უნდა ეძებდეს საქართველოს ალტერნატიული თავდაცვის გზებსაც, მაგრამ თქვენ კონკრეტულად ნატოსთან დამოკიდებული ვართ, ეს დაინტერესებს მაყურებელს, ხა მე ზუსტად ვიცი. ესე იგი, მე შემთხვევით არ თქვი შემავსებელი მოდელები მეთქი. შემავსებელი არა ალტერნატიული, არამედ შემავსებელი, ესე იგი, ნატო იყო და რჩება, მაგრამ ნატოში იქნით პროცესებს ჩვენ ახლა ვუყურებთ და ნატო განსაკუთრებით ტრამპის პირობებში და არა მარტო ტრამპის ეტაპი მაფიქრებს, არამედ პოსტ-ტრამპული ამერიკაც როგორი იქნება, ის ტენდენციები, რაც ახლა თვალსაჩინო არის ამერიკულ პოლიტიკაში და პოლიტიკაში ეს ძალაში დარჩება, გადასხვაფერდება თუ რა,
ანუ კითხვა პასუხა თქვენს კითხვაზე მარტო ჩვენ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ასევე უკრაინის ომის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსეთი როგორი რამდენად ძლიერი გამოვა ომის დასრულების შემდეგ და რისი კარნახის რესურსი ექნება განვითარებული მსოფლიოსთვის. ალბათ ისრაელი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კომპლემენტარული უსაფრთხოების, ანუ ამერიკას ძირითადი პარტნიორი და ვთქვათ არაბულ ქვეყნებთან ბოლო წლებში შეიქმნა ეს რაღაც არაბული ნატოს რო ეძახიან. აი ჩვენ რო თანმიმდევრობა არ დავკარგოთ პასუხების რა, რომ ესე იგი ვთქვით ნატოზე, აღნიშნეთ რომ ნატოს კარის კართან ჯაჯგური ეს და შეღება მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს ნატოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რჩება ჩვენი აი მაგისტრალური გზა, მაგრამ ჩვენ რო ველოდოთ მხოლოდ რომ ნატო როდის მომწიფდება, როდის იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, არ ივარგებს მეთქი მე ამას ვამბობ და ამიტომ გარდა ნაცვლად იმისა რომ ახლა გულზე ხელდაკრეფილი ვისხდეთ და ველოდებოდეთ ის რა და როგორ ჩვენ ესე ვთქვათ აი ახალი ვარიანტები და მოდელები უნდა ვეძებოთ. ევროკავშირში შესვლაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი თავდაცვის, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიას გარკვეულწილად არის ევროკავშირში. ამოცემულობაში ევროკავშირი შეიარაღებას დაიწყო პროაქტიულად. აი ორი წუთი უნდა მომცეთ, რომ პასუხი მივიყვანო ბოლომდე, ამიტომ ერთი არის ნატო რაც თქვით, მეორე არის ეს შემავსებელი მოდელები, თქვენ ახლა ახსენეთ ისრაელი და ასე შემდეგ, ბილატერალური ომხრივი კავშირები ასევე ერთ-ერთი ვარიანტთაგანი არის. და მე ფიქრობ, რომ უკრაინასთან მიმართებაში რაღაც ამდაგვარი გადათამაშდება, არ ვიცი ახლა მოვლენებს არ მინდა წინ გავუსრო, ჯერ დასრულდეს ეს ომი, გაფორმდეს მისი პოლიტიკური შედეგი, რადგან ახლა რთული არის წინასწარმეტყველება და უკრაინის სტატუსი როგორი იქნება საერთო დასავლურ სისტემაში უსაფრთხოების ეს სანახავი არის, შეიძლება იყოს სისტემის შიგნით, მაგრამ შეიძლება იყოს სისტემის გარეთ, მაგრამ სისტემასთან მჭიდრო კავშირში. და ამის ვარიანტები არის, ამის კომბინაციები არის და მე იმიტომ ვამბობ რა ერთი სიტყვით რა რომ მხოლოდ ეს ჩაეჭიდო შენ თან ისეც რომელიც დღეს პრობლემებს უკავშირდება დასავლურ პოლიტიკურ აზრში ჩემი აზრით ეს არ გვარგია მეთქი და ეს ჩვენი აზროვნება უნდა მუშაობდეს რომ ვეძებდეთ ალტერნატივას. ეხლა რაც შეეხება ევროკავშირს მაგასაც რომ ორიოდე სიტყვით კი ევროკავშირის სისტემა მოიცა ესე იგი გულისხმობს ასეთ საერთო თავდაცვის სისტემას თუ არ ვსწრები ეს არის მუხლი 42.7, მაგრამ რეალურად ერთხელ არის მხოლოდ ეს მუხლი ამოქმედებული, აი გემახსოვრებათ პარიზში რომ მოხდა ცნობილი ტერაქტი. კი ბატონო, მაგრამ მე პირდაპირ გულისხმია, მე ვიგულისხმე ის რომ სხვა ფასი აქვს, მე ვიგულისხმე ის რომ სხვა ფასი აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე აგრესიას და სხვა ფასი აქვს არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე აგრესიას, იმის მხრიდან ვისაც ჩვენ ხა აგრესორში მოვიაზრებთ ერთ. ჯამში იმის თქმა მინდა რომ ევროკავშირის ერთობლივი თავდაცვის სისტემის ერთობლივი ამოქმედება დატესტილი არ არის საკმაოდ პრაქტიკაში. ეს ერთი. მეორე, ხა ძალიან ჩვენ რო არ წავიდეთ ას ფორმალურ იმაში, ევროკავშირის შესატყვისი მუხლი გაცილებით უფრო სუსტი არის ვიდრე ნატოს მეხუთე მუხლი. თავისთავად, მე მუხლი იმიტომ არ მიხსენებია. უფრო მეტიც ნატოს მეხუთე მუხლიც ისეთი ცალსახა არ არის რა. იქ არის გარკვეული დათქმა, როცა აგრესია ხდება ერთ ქვეყანაში, ერთ ქვეყანაზე, სხვა ქვეყნები მათი შეხედულებისამებრ ერთვებიან პროცესში. ეხლა სიტყვით არ მახსოვს ზუსტად ციტირება, მაგრამ მათი შეხედულებისამებრ შეიძლება განსაზღვრონ იყო თუ არა ის თავდასხმა, რაც მოხდა, მაგრამ თუ აშკარა თავდასხმა არა, მაგაზე ნოვი გამათებთ, იმიტომ რომ ეგ საკითხი არა მარტო ეხლა მე ვარჩევ აქ, არამედ კომპეტენტურ წყაროებში არის რა, რომ როცა ხდება თავდასხმა ერთ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს მიიჩნევა კოლექტიური სისტემის მიმართ თავდასხმად, მაგრამ წევრი ქვეყნები მათი ეროვნული შესაძლებლობებიდან გამომდინარე წვეტენ, როგორ ჩაერევიან, რა დოზით ჩაერევიან. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ მომობ არ არის იმდენად ცალსახა მეთქი, მაგრამ რახან ევროკავშირზე იგითხეთ, ესე იგი მეხუთე ნატოს მეხუთე მუხლიც იწვევს ხოლმე ასეთ ინტერპრეტაციებს და ევროკავშირი უფრო სუსტი მექანიზმი არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა ხა ბოლომდე კი არ ვაკნინდებ მე მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, საკუთრივ ამ პოლიტიკური კოლგის ქვეშ მოქცევა ჩვენთვის არსებითი არის, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ეხლა არის ისეთ ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური და სამხედრო კოლგა ატარებს შემაკავებელ ეფექტს, ეს ფსიქოლოგიური ეფექტის მატარებელი არის. უბრალოდ, როცა ჩვენ შევდივართ აი სამხედრო ასპექტებში და წმინდა უსაფრთხოების ასპექტებში მათი სიმტკიცის კუთხით, ამიტომ მოვიტანე შედარება, რომ პასუხი უფრო გასაგები ყოფილიყო. ამ საკითხებს კიდევ დაუბრუნდებით უბრალოდ გიორგი, მინდა დავსვა ის კითხვა, რომელზეც ყველაზე მეტი კითხვა იყო მათ შორის მაყურებლის მხრიდან და ყველაზე მეტად აინტერესებს სავარაუდოდ და ასე მგონია ეს ნატოს მეხუთე მუხლს არ უკავშირდება. არა. ამ თემებზე დაუბრუნდებით, მათ შორის კიდევ ბევრი ისეთი თემა, მაგრამ დროებით მინდა სანამ მომავალზე გადავართ, ცოტა წარსულის ამბები მიმოვიხილოთ და მოკლედ რაღაცნაირად ესე კითხოთ, რომ თქვენ აი როდესაც
თქვენ ახალი პოლიტიკური ძალის დაარსების შესახებ გამოჩნდა ინფორმაციები. ბევრ მედია საშუალებაში იყო ასეთი რეგალიით თქვენი პერსონა წარდგენილი, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი აფუძნებს ახალ პოლიტიკურ ძალას და ასე შემდეგ. ეს საკითხი, რომ თქვენ ვიყავით ახლო ადამიანი, შეიძლება ესე გამოვიყენოთ ბიძინა ივანიშვილისთვის თქვენ დაასრულეთ საკმაოდ და მე პასუხი მოგებოდებით, ხო. ეს კითხვის ნიშანი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს და მე საკითხს დავსვავდი ასე. არა მარტო მე, მოკლედ შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ დაახლოებით ასე აყენებენ ხოლმე საკითხს. ქართული ოცნებიდან წამოსული ადამიანების ორი ძირითადი კატეგორია არსებობსო რა. ერთი არის კატეგორია, რომელმაც რაღაც დროს, რაღაც ეტაპებზე გააკეთა რაღაც პრინციპული არჩევანი, აღარ მინდა კონკრეტული ადამიანების სახელის მაგალითად მოვიყვანო, პირობითად ვიტყვი, აი წინა სტუმარი იყო მაგალითად ეკაბესელია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ აი ეს მოსამართლეების კლანი რო ჩააბეტონეს, რომელსაც მე ვებრძოდი, ეს იყო ჩემთვის წითელი ხაზი და ამის მერე დემონსტრაციულად, დემარშით ასე შემდეგ დავტოვე. ესეთი ადამიანები ჩემი შეფასებით არიან უფრო მცირე, ვინც ასეთი მიზეზების გამო დატოვა ქართული ოცნება. უფრო დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქართული ოცნება დატოვა, იმიტომ რომ იქ უბრალოდ აღარ დაედგომებოდა. რაღაცა ბიძინა გაუწყრა, ვიღაცებთან ვერ დაალაგდნენ, ამაზე მithumet აღარ მოვიყვანე ხა კონკრეტული ადამიანების. თქვენ რომელი ხართ ამათში? ნახეთ, ესე იგი ჩვენ ვინაიდან ჰარტოკის რეჟიმში ვართ, უნდა დავაზუსტოთ. მე თქვენი აზრით ქართული ოცნებიდან წამოვედი? არა. მე სპეციალურად გამოვიყენე სიტყვა ბიძინა ივანიშვილის, არა. ეხლა წავიდეთ შემდეგ, ვინაიდან ეს არის ალბათ ყველაზე ძირეული შეკითხვა გადაცემის იმაში, რაღაც 4-5 წუთი ხომ აქვს, ხო? და პირველი დავიწყო თვითონ ერთი-ორჯერ გავაკეთე ამაზე განმარტება ივანიშვილის პირადი ადვოკატი. აბსოლუტურად არ გაურბივარ ამ ცნებას, მაგრამ არაფერი საერთო ამ ცნებას რეალობასთან არ აქვს და გავიმეორებ იმ პასუხს, რომელიც რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ ახლა ჩვენი მედიის პირობებში ასეთი პასუხები არ არის პოპულარული და გაცლებთ, რომ მომგებიანი არის აი ივანიშვილის ადვოკატი და ასე შემდეგ. ვიმეორებ, არაფერი არ მეთაკილება ამ სახელწოდებაში, მაგრამ რაც იყო ფაქტობრივად იყო აბსოლუტურად სხვა თემა. ანუ ესე იგი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის სატრასტო კომპანიებს ამ დავაში ემსახურებოდა ბრიტანული იურიდიული ფირმა, როგორც გლობალური მრჩეველი და ჩვენ ვიყავით მისი კონტრაქტორი. ეს ძალიან არსებითი მომენტი არის. ესე იგი, შესაბამისად, ჩვენ ანგარიშვალდებული ვიყავით არა მარტო მასთან, როგორც კლიენტთან, არამედ გლობალურ მრჩეველთან, იმიტომ რომ ის აკეთებდა ამის კოორდინაციას. ეს ერთი საკითხი, უფრო მეტიც თანხის მოძრაობის კუთხით, ინვოისების კუთხით, ესე იგი გლობალურად ინვოისები, მათ შორის ჩვენი ფირმის თავსიყრიდა ჯერ მათთან, მერე ისინი ამას კრავდნენ, მიდიოდა კლიენტთან, თანხას იღებდნენ თავის ანგარიშს და მერე მოდიოდა ჩვენამდე. ადვოკატო ოფისი იყო, ანუ გაერთიანება და ამასთან ქონდა კონტრაქტი. ჩვენ როგორც იურიდიულ ფირმას, ესე იგი ვიყავით ქვე კონტრაქტორი და აგიხსენით მექანიკა როგორი იყო. ეს ფორმალური მხარე ახლა შეიძლება ვინმესთვის უმნიშვნელო არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო თქვენს მათ შორის რო გამოდიხართ, ხო ფაქტები გიყვართ არა და ფაქტები უნდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენ მსმენელს. ეს ერთი. მეორე, ახლა ეს რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ აბათილებს იმას, რომ ახლა საქართველოში აქ ადგილზე მე ვიყავის ძირითადი საკონტაქტო პირი, იმიტომ რომ ჩემზე გადიოდა. რომ სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი ისეთ იმათ კონტრაქტორთან თუნდაც არ დაიჭერდა საქმეს, რომელსაც უფრო ფართოდ არენდობოდა ვიდრე რიგით კონტრაქტორს. გეტყვით, უფრო მეტსაც გეტყვით, ესე იგი, როდესაც ჩვენი ფირმა, ესე იგი, ეს დავა დაიწყო სადღაც 2015-ის 2016-ის მიჯნაზე. ჩვენ თემაში შევედით სადღაც აი 2019-ის პერიოდში და როდესაც ჩვენ ამ თემაში შევედით, სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ ახლა ამას მე არავის საკრიტიკოთა საკმაოდ აი დეზორგანიზებული მეურნეობა დაგვდა. ესე იგი, ამის დაალაგება, ამის აწყობა, კომუნიკაციების აწყობა, თან ახლა კომუნიკაციები ახლა თან წარმოიდგინეთ რა, რომ დავა მიდის რამდენიმე იურისდიქციაზე არის გადაჭიმული. აქ მუშაობს ძალიან ბევრი ხალხი, იურისტები, ფინანსისტები, პიარშიკები და ასე შემდეგ. ანუ ამის დაორგანიზება, ეს არის დოკუმენტ ბრუნვა ყველაფერთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებში მონაწილეობა, არამედ ეს არის кейსის მენეჯმენტი. кейსის მართვა არის, რომელიც ყველაფერთან ერთად ეხება ძალიან რთულ პლასზე, რომ ესე იგი ეს კომუნიკაციები შენ
ამის გაფილტრვა მოახდინო, ამის თან მოხრა, მე მიიტანო ამ კაცამდე, მე მასთან შეაჯერო, მე ამათგან ეს არის აი ენით აუწერელი ტიტანური შრომა. ეხლა არაფერს ვამბობ ისეთ ჩაშლებზე როგორიც არის, ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბერმუდაზე ჩვენება მიცა მან სინგაპურზე. ხა ესე იგი ამ ჩვენებისათვის მომზადება თან ჩვენ ხო ვიცით რომ არ არის ჩვეულებრივი ხო კლიენტზე და პერსონაჟზე მაგასაც არ დაგავიწყდეთ თქო რა იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ არც ერთი ასპექტი არ დავტოვო უპასუხოთ და შეიძლება გამომჩეს რაღაც მოკლედ ეს იყო მექანიკა ამდენად ესე ვთქვათ რაც შეეხება ტერმინს თვითონ მაგრამ კი ბატონო ეხლა თუ გინდათ მუშატერმინით ასე და იმიტომ რომ მე ვახმოვანებდი, მე ვიყავი. ტერმინში ნაკლებად არის პრობლემა. კითხვის ნიშნები უფრო იქ არის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი ასეთ ნდობას არ გამოუცხადებდა ისეთ სუბიექტს, რომელიც იყო უბრალოდ კარგი, მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქვეკონტრაქტორი, ხო? სავარაუდოდ პირადად თქვენ სავარაუდოდ პირადად თქვენს რო კომუნიკაცია ქონდათ, პირადად თქვენს გენდობოდათ როგორც ადამიანს. ესე იგი, მეგობრებო, აი თუ არ იყო ესე შეგიძლიათ თქვა. კი. ესე იგი, ისტორია რით იწყება? ისტორია იწყება თუ უფრო დეტალურად ვიტყვით, რომ მანამ სანამ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში არჩილ კბილაშვილი ჩვენი ფირმის პარტნიორი მისი ადვოკატი იყო იქ მოქალაქეობის საკითხებზე პროკურორი ასევე კი ბატონო შემდეგ ესე იგი ბატონი ბიზინა ხდება პრემიერი და აჩიკო ხდება მთავარი პროკურორი მაშინ მთავარი პროკურორის ტიტული იყო შემდეგ ესენი ორივენი მოდიან და აჩიკოს მეშვეობით ერთხელ ოფისში დაპატიჟა და ნუ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა რაღაც პერიოდი ურთიერთობები არ იყო მე ერთი ცუდი ჩვევა მაქვს მიყვარს წერა და კითხვა ჩვენს დროში ეს უჩვეულო რამ არის და ხა რაღაც პუბლიკაციებს ვაქვეყნებდი საერთაშორისო თემებზე მათ შორის მე ჯორჯია თუდეიში დავიწყე გამოქვეყნება და ამაზე რაღაც მოყვარა რეაქციები ანუ საქმეში ჩართვამდე რაღაც ეს აზრთა გაცვლა იყო ხო კიდევ ერთი ასპექტი ვარ დამავიწყეს ბოლომდე მართალი რო იყო თქვენთან 20-30 გახსოვთ ეგეთი ესეთი პროექტი იქ რამდენიმე შეკრებაზე ვიყავი მოკლედ ეს პირადი ურთიერთობა მაშინ შედგა და აი 2019-ში რამ განაპირობა ალბათ მას შეექმნა გარკვეული წარმოდგენა ამ კომუნიკაციების შედეგად რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება ხა მე არ ჩავეკითხე მას თუმცა როცა დამირეკა და შემოთავაზება გამიკეთა ხმაზე ვერ ვიცანი სახიდან სახში ბრუნდებოდი და ეხლა არაფერს განსაკუთრებულ სავარაუდო პირველი რაც უთხარი მე უთხარი უი გამდიდრდებით მეთქი რა იმიტომ რომ ძალიან უშუალოდ ეხლა ჩვენ სხვა შორის ერთ-ერთი ის არა ეს უშუალობა მე ყოველთვის ეს უშუალობა მქონდა შენარჩუნებული ურთიერთობებში და მეთქი კიდევ ტელევიზიით ეს იყო ძალიან კორექტული ძალიან ტაქტზე და პატივისცემაზე რაოდენ ეხლა ზოგიერთის დაუჯერებელი არ უნდა იყოს მოკლედ არ მინდა გამექცეს ესე იგი ასე მოხდა საქმეში ჩართვა და ეხლა ერთი და მნიშვნელოვანი თემა ეხლა როცა მე თქვათ დღეს მესმის პროექტი ხო და ტროასხენი და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან ეს ადამიანები რომლებიც აი ამ ესე იგი ასეთ ნარატივს ავრცელებენ ძალიან კარგ სამსახურს გვიწევენ ჩვენ და განსაკუთრებით ჯერ საქართველოს გადმოსახედიდან იგივე სტარტაპების რომ ფაქტიურად როგორც რეალიტი შოუში ჩვენ ვუყურებთ ერთ რამეს რა რომ ნასროლ სიტყვა შეიძლება 1000 გვარი ისროლო რა და არანაირად შენ დამძიმებული არ ახარ ვალდებულებით რაღაცა ფაქტით და მტკიცებულებებით გაამყარო. აი ენაზვალი არა აქვს ფაქტიურად და ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვუსმენთ რომ ახლა მაგალითად ჯერ საქართველოსთან მიმართებაში რომ სააგენტოებთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები რომ ჯერ საქართველოში დაქირავებული PR მენეჯერები არაერთი ოფისი და ასე შემდეგ ისე ხდება ამის გამორტყორცნა, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი გარემოება, არანაირი მტკიცებულება არ უმაგრებს და ეს ყველაფერი ძალიან მე ამიტომაც შევუქებ მათ ამ ძალისხმევას, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს რაოდენ უგვანო პოლიტიკურ გარემოში ვართ და როგორ უნდა ამას რეალურად გამოსწორება, როგორ ყარს ეს ყველაფერი და ეხლა არ მიწყენს ზოგიერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა ეს დღეები, რომ შეუძლიათ ესე ბრალდება ისროლონ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მაგრამ ფაქტიურად ეხლა ჩემი აზრით, აი როგორც სუბკულტურას რომ მიუდგეთ, მათი მოქმედება და ქართული ოცნების მოქმედება ერთი და იგივე არის, როცა შეუძლია ესე იგი ესენი ისვიან ამ ბრალდებებს, ქართულ ოცნებას ასევე შეუძლია სხვა ბრალდებები, ხო? აგენტი, გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ კაც სტაციონ ხელი და ჩასვან და არ გაამყარ ჩვენთვის პრინციპში როგორც ეს ვთქვათ სამოქმედო პრინციპი ორივე ჯგუფს მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული ერთი ეს ფაქტორი კრავს ასე რომ მე სიმართლე რო გითხრათ არათუ
რაიმენაირად მე და ჩემი კოლეგები ამით დაზარალებული თუ დაზიანებული ვართ, არამედ პირიქით გააგრძელონ ეს ძალისხმევა, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გვიჩვენებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორც ზოგადად ქართულ ფენომენთან და რა დაუდენ დიდი სენი გვაქვს დასაძლევი. ნაწილობრივ დაგეთანხმებით, მაგალითად იმ ნაწილში, რომ ადამიანს შეიძლება კრიტიკული კითხვები დაუსვა, თუნდაც მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როდისღაც ბიძინა ივანიშვილი ასე ძალიან ენდობოდა, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება სხვა დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ბრალდების საფუძველი არ უნდა იყოს. ამაში გეთანხმებით. მე და შეგახსენოთ, რახან თქვენ მთხოვეთ პარალელურად შემახსენეთ კითხვის ნაწილები, ერთი კიდე თორნიკე რა, რომ ესე იგი კარგია რომ შევთანხმდით იმაზე, რაზეც შევთანხმდით, რომ როცა რამეს ამბობ, ის უნდა იყოს აუცილებლად ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით გამყარებული, ასე სხვანაირად შეუძლებელია, სხვანაირად ჩვენ ამ მოჯადოებული წინან ვერ გავალთ. და სულ ამ წრეზე ვივლით. და კიდევ ერთი რაც თქვენ თქვით, რომ დაახლოებული კაცი ხო, დობით ისა. სიმართლე რო გითხრათ ახლა, ესე იგი, ნურც ბატონი ბიზინა ნუ მიწყენს და ნუ სხვა. რას ნიშნავს დაახლოებული კაცი? და რას ნიშნავს, ხო? ეს ახლა ბოლო მოვლენება კიდევ უფრო მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ დეფინიციის განსაზღვრება. როგორ ესმის კონკრეტულ სუბიექტს ამ სიტყვის შინაარს. მე რამდენჯერმე აიჩვენა გადაცემას წარარაგიო ეს არ ვერ დავამთავრეთ იმას და იმიტომ მე სპეციალურად გამოვიყენე ტერმინი ადამიანი რომელსაც ბიზინა ივანიშვილმა ანდო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თუ არა ყველაზე ძვირფასი რაც მასაბარია ხო მეორე ფინანსებში ყავს ეგეთი გარემოშვილი შვილი ვისაც ანდო მეორე ნაწილი იყო რახან თქვენს მითხარით რომ შემახსენთო ის არ დაგვაუწყდეს ამ კითხვის მეორე ნაწილი წამოსვლის მიზეზები აქ არის ხოლმე ხშირად მთავარი კითხვის ნიშანი რომ ანუ ადამიანი იმიტომ წამოვიდა რომ ანუ უბრალოდ გაუფუჭდა ურთიერთობა და რაღაცა სხვა გზა აღარ დარჩაო თუ იმიტომ წამოვიდა რომ რაღაცა ამოვიდა кейსი დამთავრდა და მაგიტო თელის ვარი იყო მისთვის არა დამთავრებული არ იყო ესე იგი ისევ რო ჩვენ ამონაკრები გავაკეთოთ ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხების ეს იყო 5 წლიანი ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ძალიან ეს თქვა აი მოკლე მანძილზე ეს არ იყო კიდევ ერთხელ მხოლოდ აი ტრადიციული კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეს იყო ძალიან მჭიდრო პიროვნული ურთიერთობა კომპლექსური ძალიან რთული იმიტომ რომ ახლა ბუნებრივია სირთულე გამოიხატებოდა იმაში რომ ურთიერთობდით და ურთიერთობდი ადამიანთან რომელიც არ იყო უბრალოდ კომერციულ დავაში კლიენტი არამედ ხო ბევრი სხვა ნიშან-თვისების მატარებელი იყო აქედან გამომდინარე, ესე იგი 5 წლიანი ინტენსიური ურთიერთობა, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა, ახლა საოდას საკითხებს რომ ამბობ, ახლა მე სახელმწიფო მართვაში კი არ მონაწილეობდი, მაგრამ აზრთა გაცვლა ხდებოდა, ხო, ბევრ სხვა თემაზე. ესე იგი, როგორც ჩანს, ახლა ეს ჩემი დაშვება არის რა, რომ ამ სიახლოვემ იმ გუნდში, რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვეძახით, გარკვეული ეჭვები დაბადა რა, რომ ეს ხომ არა და არის კონკრეტული თქვათ ფაქტები, კონკრეტული ეპიზოდები იყო, ნუ მიწყენთ, მაგრამ ეხლა არ გავიხსენებ, მაგრამ ეს ეხება როგორც პრემიერ ყობახიძეს, მაშინ პრემიერი არ იყო, მოკლედ გაჩნდა რაღაც ეს თქვათ, ხო, აი რას ნიშნავს ეს ყოველივე. ამოქმედა გარკვეული ბიზნეს კარზე ჩვენ ხო არ გვეცინება რეტროსპექტივაში რაღაცებს რო ვაფასებ, ეხლა რაღაც ფაქტები, რაღაც ეპიზოდები ჩემთვის გაცილებით უფრო გასაგები არის, მაგრამ მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვიყავით ამ საქმეზე კონცენტრირებული, ახლა მე სხვა არაფერზე არ მეფიქრებოდა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი დრო მიქონდა ჩემი და მარტო დრო კი არა. ნერვები და ჯანმრთელობაც მიქონდა ამას, ჩამეთვლით განსაკუთრებულ პათეტიკაში. ხო და როგორც ჩანს, აი მან გამოიწვია ესე ვთქვათ ეს მებათაღელვა. ეხლა ამან კიდევ ერთხელ შიგნით რა დისკუსიები იყო ჩემთვის ძალიან რთული არის ამაზე მსჯელობა ეს ერთი. მეორე გითხარით რომ მე ძალიან ეს ვთქვათ ისეთი სხვა რეჟიმში ურთიერთობა მქონდა მე ეს ურთიერთობა იყო ძალიან ისეთი ახლა თანაბარი თქო როგორ თქვა მაგრამ დიახ ადამიანურად მე თანაბარი ურთიერთობა მქონდა და ის ამას კარგად ხედავდა და ძალიან აფასებდა სხვადასხვა იმაში რომ აი გამოუხატავს რომ გენდობი იმით რომ თქვათ პროფესიულ ერთგულებას დაიცავ ბოლომდე და არავინ შენზე არ იმოქმედებს ეს ვაშოის ეს ამ ხრივ ასეთი ეს საკითხი ძალიან დელიკატური გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ქვეყანაში პოლიტიკა გადავიდა კონსპიროლოგიაში და ფობიაში და ამ ფონზე ეს თქვათ აი ესეთი სიახლოვის შენარჩუნება განსაკუთრებით რთული გახდა და მოკლედ როგორც ჩანს ამ მექანიზმებმა იმოქმედა, მე ვთქვი კიდევაც ინტერვიუში რომ
შეიძლება ზოგიერთის გადმოსახედიდან რომ აი ჩემი სრული შთანთქვა ვერ ხდებოდა რა სისტემის მხრიდან და ეს ასისტემურობა ჩემი მხრიდან იყო ძალიან თვალსაჩინო. ალბათ მე ამანაც განაპირობა რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აგორდა ეს საკითხი. შემდეგზე სამგადო ტექნიკურად როგორ მოხდა ეს თუ რამე ისეთ საფრთხეს რო თქვა რომ აი დაგირეკათ ერთ დღესაც ვინმე დაგითხრათ რომ ეს უნდა გაგეწყვიტათ თანამშრომლობაა თუ აი ეს როგორ გეტყვით ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი 5 წლიანი ამ მუშაობის შედეგად როდესაც შედეგები სახეზე იყო და ძალიან აი არ მალავდა თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას, მაგრამ კიდევ ერთი თემა არის, ესე იგი, ერთი იყო სასამართლო სტომათა დარბაზებში მიმდინარე პროცესები, მეორე იყო სატრასტო ანგარიშებზე წვდომის გამბლოკვა. ანუ ორივე მიმართულებით რეალურად შედეგი იდებოდა. და რა თქმა უნდა, როდესაც ესე იგი მარტში ეხლა ხშირად მედიაში ამბობენ, რომ აი სომხეთის ტელევიზიას მისცა შეფასება ყიფიანმა იმ ცნობილ კანონ პროექტზე. მე არ ამგონია რომ ეს ყოფილიყო გადამწყვეტი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დამატებითი წვეთი იყო იმ საერთო მოდით უკმაყოფილების ფიალაში. მოკლედ არაფერი გაისმა ზარი, ითქვა რომ ეს, ჩემთვის ეს იყო რა თქმა უნდა მოულოდნელი, იმიტომ რომ სულ სხვა შეფასებები იყო მანამდე და უცებ ესეთი გადაწყვეტილება გულსადგენიც იყო და მისი ზარი იყო ივანიშვილის თუ სხვის? მისი, აბა სხვისი რატო უნდა ყოფილიყო? ჩვენ რა გვჭირდა სამაგისო რომ სხვისი ზარებით გვესაუბრა ერთმანეთთან და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ჩემთვის სიმართლე რო გითხრათ რაღაც მომენტებით გამოუგნებელიც იყო რა და მოკლედ მოხდა როგორც მოხდა და მე 14 მარტი არის იგი ჩვენ არანაირი ასე ვთქვათ ექსკლუზივი ამ ხრივ ეს ნათქვამი მაქვს რომ 10 მარტს თუ 11-ში დასრულდა ეს ურთიერთობა და 14 მარტს ერთ-ერთ ავსტრალიელ ექსპერტთან მაქვს შეხვედრა გამოვდივარ და მესიჯებზე წერენ რა ფული მოიპარეო და ვერ გავიგე რა ფული მოვიპარე ესე იგი სცენარი იყო ძალიან უნიჭოთ დადგმული რომ ესე იგი 14 მარტს კობახიძის პრესკონფერენციაზე მოხდა რა რომ ესე იგი მან თქვა ესეთი რამ პრესკონფერენციის სრულობისას თქვა რომ აი ყიფიანი როგორ დაწინაურდებოდა იმიტომ რომ აგენტი იყო და რაღაც გავლენის აგენტი იყო ხა შეიძლება აგენტი პირდაპირ გაგებით არ მაგრამ მე ეს თქვათ ეთერის მიღმა მიკროფონის მიღმა გაატანა ინფორმაცია რომ ფული მოიპარაო და ეს აგორდა ეს ისა რა ანუ სავარაუდო აგორებული ხვალიყო ბიზნესთან თქვენ მე კიდევ ერთხელ მე რაც არ ვიცი ხო და შეიქმნა ძალიან ეს თქვათ უხერხული სიტუაცია რომ რა ფული როგორ და ეხლა მე გითხარით კიდევაც თავში რომ როგორი იყო ეს ურთიერთობა სტრუქტურირებული მათ შორის თანხის ესე იგი შენ იურიდიული ფირმა მომსახურებას უწევდე გამოწერდე ინვოისებს ამტკიცებდეს კლიენტი და მისი ოფიციალური ანგარიშიდან მოდიოდეს შენს ოფიციალურ ანგარიშზე სადაც გადასახადს იხდი და ასე შემდეგ ობიექტურად ეს აში უნდა გამოიხადა არ გაჩერდნენ ეს ტრიალებდა და ეხლა არ ვიცი ამ ეთერის გასვლის შემდეგ კიდევ შეიძლება ამ თემას დაუბრუნდნენ მაგრამ ხო დიანასთან თქვი ტრაპაიძისთან რომ ძალიან უნიჭოდ დადგმული არის მეთქი იმიტომ რომ ესეთი მექანიკა იყო და იქნებ რომელიმე ახსნას რომ ამ ფონზე როგორ შეიძლება და ასეთი ფაქტი აქ თავარი კითხვა რა შეიძლება იყოს იცით იმათ თქვენ იქნებ გამაგებიო თავარი კითხვა მიგესამართებათ ეკითხულობთ თქვენ თუ გიფიქრეთ ამაზე ეს დისკრედიტაციის კამპანია რომელსაც თქვენ უწოდეთ ეს დასჭირდათ უბრალოდ ვიქტორ ყიფიანის დისკრედიტაციისთვის თუ რეალურად ჯერა ეხა პირობითად ივანიშვილს ან ვიღაცას ეს რეალურად დააჯერეს თუ უბრალოდ დისკრედიტაციისთვის ვერ გეტყვით თორნიკეს ვირფასო ესე იგი შიგნით ვინ რა როგორ ამას ვერ გეტყვით მე გეუბნებით რა ზედაპირზე იყო და რა ჩემთვის არის ცნობილი ესე იგი ერთი ხაზი იყო ეს რაც გითხარით მეორე ხაზი და სხვადასხვა მერე პოსტები ქვეყნდებოდა შათერიშვილის ღია წერილები იყო მერე ხალხის ზალა ჩაერთო და სხვადასხვა ვარიაციებში იყო ესე იგი დავიწყეთ ცნობილი იმით გლობალური ომის პარტიის აგენტურა მერე რაღაც ეტაპზე გავხდი შუაშისტების ლიდერი და რა შუაში იყო ეს არ ვიცით ესე იგი ვაერთიანებდი მე პირადად ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი მხრიდან და ნაცმოძრაობას მეორე მხრიდან და ამის ისა მოკლედ ეს სხვადასხვა ვარიაციებში ტრიალებდა რა და რამდენიმე ხაზი იყო და სხვადასხვა ეს ხაზი განსაკუთრებით აქტიურდებოდა, როცა აი პოლიტიკასთან დაკავშირებით რაღაც კომენტარს გავაკეთებთ. ასე მაგალითად ერთხელ პალიტრაზე მყიდე, რას ფიქრობთ თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე? და ერთხელ და თქვი, აი never say never, ხო? უკვე ეს რაღაც ის იყო რა და ისე იქვე აგორდებოდა. მოკლედ
კარდები, ასე შემდეგ, ხა ბოლოს პოსტივი რაღაც რამდენიმე თვის წინ პატარა 4-5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი გააკეთა, ეგ სერიებად აქვს დაყოფილი და ერთ-ერთი სერია მე მომიცნეს. მოკლედ, აი ეს ჩვენ ხო ახლა არანაირ აღმოჩენას არ ვაკეთებთ, უბრალოდ სტანდარტული სქემით მიყვებიან ერთი კონკრეტული სუბიექტის მაგალითზე, რომლის სახელი და გვარი არის ვიქტორ ყიფიანი, ეს მექანიკა ესეთი იყო რა. ჩვენც გამოგვიცდეთ ჩვენ. აი ქართულ ოცნებაზე ხა თქვენ ახალი პოლიტიკური ვორდინგი უნდა შემოვიტანოთ, ესეც თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში. აი ამ ახალი პოლიტიკური ვორდინგი გავტესტოთ, მოდი და მაგ ვორდინგით რო შევაფასოთ ქართული ოცნება როგორც პარტია, ვინ არიან და არიან და როგორც აი თანამონაწილეობრივ პოლიტიკაზეც ასევე საუბრობთ ხოლმე. მათთან დაკავშირებით, აი თანამონაწილეობის შემთხვევაში, არ მაქვს ლაპარაკი ფიზინა ივანიშვილთან და კობახიძესთან, ხო, ეს რაღაცა გაშლილი არის, რაღაც სახელმწიფო აპარატი. მათ შორის მათთვისაც საინტერესო იქნება თუ ვინმე მოისმეს, რა თანამონაწილეობაზე შეიძლება ელაპარაკოთ მათ ისეთ ადამიანებს, რომ როგორც თქვა, თქვენ როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ან შემდგომში რაღაც ძალის ცენტრი, რაც თქვა, ნახეთ ჩანასახის დონეზე ცდელობა მაინც არის. როგორი თანამონაწილეობა შეიძლება კონდეს და ვის შეიძლება კონდეს, როგორი ტიპის ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ წუთას არიან ქართული ოცნების მსახურებაში და ფაქტობრივად სამართალი და სიმართლე გააქრეს საერთოდ თუ რამე ურთიერთობაზე შეიძლება იყოს როგორც ძალაუფლებასთან და მე ამ სიტყვას ხშირად ვიყენებ, ძალაუფლება და ხელისუფლება ჩემთვის ორი სხვადასხვა რამ არის რა და მე ვთვლი რომ ეს არის საძალაუფლებო პარტია და არა სახელისუფლებო, იმიტომ რომ ხელისუფლება ჩემთვის უფრო კეთილშობილური დატვირთვის მატარებელი არის და ძალაუფლება რო თვის ვაშოეს ამის ვთქვათ პროპაგანდაში გამოაგორეს ვერ მიხვდი ანანიძე აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე და ეს კაცი ეს ვთქვათ ეს ბოლო პერიოდი სპეციალიზებული გახდა ჩემზე და ჩვენზე ეს ხაშვაში არის არ ვიცი მაგრამ ძალაუფლება და ხელისუფლებაზე და ერთადერთი ალბათ რაზედაც შეიძლება მათთან ურთიერთობა და საუბარი ეს არის ნორმალური არჩევნებისათვის გარემოს შემზადება სხვაგვარად ეხლა ხშირად მეკითხებიან მზად ხართ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ არჩევნებში ამ პირობებში ეს ხო დეკორაცია იქნება ეს ხო უბრალოდ კაფერადება იქნება ამიტომ არჩევნები რასაც ჩვენ არჩევნებს ვეძახით ხო ეხლა ამათ ნახეთ ესე იგი ყველა დასკვნის შემდეგ ერთ სიტყვაზე ამახვილებენ ყურადღებას არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი არითმეტიკულად, მექანიკურად შეიძლება არჩევნები იყოს კონკურენტუნარიანი, მაგრამ არ იყოს თუნდაც, მაგრამ არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის წინაპირობები არ შექმნით, ეს არის პატიმრების საკითხი, ეს არის რეპრესიული კანონმდებლობის გამოხმობა, ეს ბლოკური საკითხები რაც გვეს და ეს არ არის მხოლოდ ჯერ საქართველოს თემა, ეს უნდა იყოს ძალიან ისეთი ფართო კონსენსუსის, ხო? სხვაგვარად საუბრის რაიმე საუბარი ურთიერთობაზე შეუძლებელი არის და გიორგი პასუხა თქვენს კითხვაზე, ერთი პლასტი ურთიერთობის შეიძლება გადიოდეს ამ საკითხებზე სასაუბროდ და მეორე პლასტი სამართლებრივი და თავისუფალი არჩევნების გამართვის შედეგად ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ ხელისუფლების გადმობარებას. ანუ თუ სწორად გავიგე, იმის მიუხედავად რომ თქვენ პოლიტიკური ძალა დააფუძნეთ და რეესტრიდანაც ელოდებით ოფიციალურ პასუხს რომ დარეგისტრირდეთ, ამის მიუხედავად თქვენ შეიძლება მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა არც კი მიიღოთ და დემონსტრაციული დემარში ბოიკოტი თუ რაც გნებავთ დავარქვათ გააკეთოთ, თუ როგორც მინიმუმ არ გაუმჯობესდება ის კანონმდებლობა და ზოგადი რეპრესიული ფონი რაც ახლა არის. ანუ აი ხვალ რო ეგეთ კითხვა რო არის ხოლმე ხვალ რო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით თქმას, აი ხვალ რო არჩევნები ტარდებოდეს თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას ასე მაგრამ აი დავამთავრე. მოიცა ეს შენი კითხვა სასახა პასუხი მინდა და მე არა ახლა ჩემს გამო ნუ იკამათ ხო ეს იდილია რომელიც ეთერამდე ნახეთ ეხლა ნუ დაირღვევა ჩემი თვალწინ რა აღარ ჩაგეჭრათ ხოლმე მინდა რომ უფრო მეცაც გეტყვით საერთოდ ხვალ არჩევნების თემაც მაფიქრებს და რატომ აი ხვალ რო გამოცხადეს არჩევნები რამდენად მზად ვიქნებით ჩვენ და მე ფიქრობ რომ მზად ვერ ვიქნებით ვეც რესურსულად ვიქნებით მზად ვეც ლოგისტიკურად გამოვიყენე არსებული სიტუაციის მესმის ახლა ხანდახან რო ამბობენ რომ აი შემოდგომაზე შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები და აი უცებ რო შემოდგომაზე ქართულმა ოცნებამ
შემოაგოროს ვადამდელი არჩევნების თემა. რამდენად მზად ვიქნებით არა თუ ჩვენ პოლიტიკური სტარტაპები, არამედ არსებული პარტიები. ეს უბრალოდ კითხვა არის. ახლა მე ჩემი სახელით გეუბნები, ჩვენ მზად ნამდვილად არ ვიქნებით. მე გეუბნებით სამომავლობაში, როცა მზადაც იქნებით და ძლიერებიც იქნებით, მაგრამ იმის გამო არ მიიღებთ ან მიიღებთ მონაწილეობას, რაც კანონმდებლობა როგორც მინიმუმ არის საარჩევნო ახლა. თორნიკე, ძვირფასო, ესე იგი, პარტიის შექმნა ჩვენთვის თვითმიზანი კი არ არის, რომ 10 ჯერ დაგვიძახებენ ეთერში თუ 12 ჯერ. ცნობადობა ჩვენ არც მანამდე გვაყდა და ძალიან მაპატიეთ ბოდიში პირდაპირობის, ჩემი მაცივარი ეხლაც სავსე არის რა, ხო და ეს არ არის ჩემთვის პარტიული და არ ჩემი კოლეგების არ არის თვით დამკვიდრების საშუალება, დამკვიდრებულები ვართ ისედაც. ამიტომ ეხლა გიპასუხეთ რა, რომ დეკორაციად შეხვიდე და თქვათ მოსაუბრი ატრიბუტიკად, ეს ჩვენთვის არ არის, ეს ჩვენთვის არჩევნები ჩვენთვის არის ინსტრუმენტი, რომელსაც მიყავხარ რეალურად იმ ბერკეტების მოსაპოვებლად, რომ ქვეყანაში ცვლილებები განახორციელოთ, თორე უფრო მეცაც გეტყვით ახლა არჩევნები რომ ჩატარდე სამართლებრივი და მხოლოდ ახლა 4 კაციან ფრაქციად შეხვიდე, ესეც არ არის დიდად საინტერესო. კრიტიკული ხმა და გაგრძელებათ თქვენს პასუხად, ჩემი პასუხს და თქვენ შეკითხვაზე, აი ოპოზიციური პარტია ხართ თქვენ? უფრო მეტიც ვიდრე ოპოზიციური პარტია ვართ, ჩვენ ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩევლის პარტია ვართ, იმიტომ რომ ესეც ახლა როგორც ძალაუფლებას და ხელისუფლებას შორის მიჯნა გავავლე, ჩემთვის აქაც მიჯნა არის რა, რომ ოპოზიციური ამორჩეველი და ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩეველი და მე ვთვლი, რომ ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩეველი დღეს როგორც ოპოზიციურ ფლანგზე არის, ასევე შეიძლება ქართული ოცნების ფლანგზეც იყოს, რომლებიც ძალიან ეს ვთქვათ ფრუსტრირებული არიან იმ შედეგებით, რასაც ხედავთ. აი პროცესი უფრო საინტერესოა, ეგ არის ალბათ მაგის ეგ გინდათ რომ დატესტოთ რამდენად მზად არის, რამდენად თქვენი აღქმა რაც არის და რაც შევაკლებებში სამოდიოდეს, აი ესეთი ამორჩეველის კონსოლიდაციის რესურსი ან უნარი რამდენად აქვს ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნს, ხო, ანუ ამის პროცესზე. მოდით პირდაპირ გეტყვით, ჩვენ თავიდანვე, როდესაც ესე იგი აგვისტოს თვე იყო და დავიწყეთ ეს ჯერ ინიციატივის სახით, ჩვენ თქვით, რომ ჩვენი ლექსიკა და ჩვენი მოქმედების მანერა, modus operandi სწორედ ასეთ გნებავთ ექსპერიმენტი დავარქვათ, კიდათ რაღაც ტესტი. აი ამაზე ვიქნებით ორიენტირებული, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ის ვინც ოპოზიციური არის, ისაც ოპოზიციური არის, მაგრამ რამდენად შევძლებთ ჩვენ აი მეორე მხარეს, მეორე ნაპირას ყოფი ადამიანების აქეთ გადმოყვანას ამ ნაპირას და ამ ნაპირის გაბევრებას, რომელსაც ცვლილებების ნაპირი ქვია, აი ამაში ვხედავთ უფრო შედეგობრივად, აი საარჩევნო ბუღალტერიის ხერხი თუ გნებავთ, ამაში უფრო აი ზოგ პარტიას რყევების სურვილი აქვს და ჩვენ სხვანაირი პარტია ვიქნებოთ. ანუ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მოსულნია რყევებისო და რომელს გულისხმობდით და ის ერთ-ერთ ინტერვიუში არა, ვიგულისხმე იმაში, რომ აი ავიცი თუ გინდა თქვენ შემეკამათეთ აქ, თუ გინდა სხვები შემეკამათონ ეთერის შემდეგ. ჩვენ ისეთი პოლიტიკური ველი მივიღეთ, როდესაც ახლა ქართული ოცნება უფრო რესურსული არის, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მათი მანერით მოქმედების, მათი სტილით, ასე მგონია, ხანდახან მედლის მეორე მხარე არის და ისევ ეს თქვა აი პარტიულ ლიდერშიპზე, ახლა ეს ლიდერშიპი კიდევ ძალიან მაღაზიანებს ეგ სიტყვა და ხანდახან ასე მგონი არის რეპლიკა არის ოღონდ მცირე მასშტაბის ქართული ოცნების. ოღონდ აი საკუთარი თავი შეინარჩუნონ პროცესში და არა პროცესი დააყენონ საკუთარ თავზე უფრო მაღლა და ამიტომაც ეს ახლა ეს ფრაზა იმას სტოლიპინმა თქვა, ხო? თქვენო დიდი რყევები გინდა და ჩვენ დიდი რუსეთი ხო, იმისი არ იყოს ახლა ჩვენ ფეხზე დამდგარი გაჯანსაღებული და განორმალურებული საქართველოს გვინდა და არა პოლიტიკური პროცესი, როდესაც შენ ყოველთვის უბერებელი ხარ ამ პროცესში და ექსკლუზივად, ეს თქვა ჩაჭიდებული ხარ და არ ეშვები ამ თემას. შენი პროფესიული დასაქმება დაახტა. ერთი ასეთი კითხვა იყო, მაგრამ ოპოზიციურ კონტექსტზე რახან საუბრობთ, მაყურებელსაც ჰქონდა და მეც ხშირად ვსვამ ხოლმე ამ კითხვას. მოდი, სანამ ამ კითხვას დავსვათ, უნდა დავსვა ასეთი კითხვა. წინა საარჩევნო პერიოდში, როცა დავიწყება ეს წინა საარჩევნო პერიოდი, ან არჩევნების ან რაღაც ახლოში პოსტსაარჩევნო პერიოდში, ყველა ლოგიკით დადგება რაღაცა ტიპის თანამშრომლობის საკითხი ოპოზიციურ პარტიებს შორის. სპეციალურად ვამბობ რაღაც ტიპის, რომ ეს რაღაცა კოალიციური იყო, ანუ ახლა ვერ განსაზღვრავთ რა არჩევნების პროცესში თორნიკე. აი, წინა საარჩევნო პროცესში. და ასევე
ამერეს გააჩნია რა შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები და ასე შემდეგ. ანუ არჩევნებთან ახლოს უფრო აქტიურდება ხოლმე ოპოზიციის რაღაც ფორმის თანამშრომლობის საკითხი. აქ ერთადერთი ფორმა, რაც ამთავრით უნდა გამორიცხოთ, ბლოკებად ვერ მივიღებთ მონაწილეობას, ამას კანონი გძალავს. კი ბატონო. მე მაინტერესებს უბრალოდ თქვენ არსებობენ ოპოზიციაში პოლიტიკური ძალები, რომელსაც აქვს წითელი ხაზები და ვიღაცებზე აქვს ნათქვამი, რომ მე ამასთან არა გამორიცხულია, მე იმასთან არა გამორიცხულია. თქვენთვის თუ არსებობს ეს წითელი ხაზები გარკვეულ პოლიტიკოსების ან გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ისინი პოლიტიკოსებთან დაკავშირებით არ არსებობს და მეცაც გეტყვით, როდესაც ჩვენ აი რაღაც ეს აქტიურ ფაზაში შევედით, არაერთი შეხვედრა მქონდა კონკრეტულ პიროვნებებთან, ლიდერებთან, სხვადასხვა პარტიების და ყველასთან ძალიან კარგი შეხვედრა ჩატარდა, ძალიან ღია საუბარი და ჩემი აზრით ის მათაც ჯესეთი მეც ნასიამუნები დავრჩი და მე მგონი მათაც გარკვეული სტერეოტიპები ამ კომუნიკაციის შედეგად გაუქრათ და თვითონაც ძალიან ეს ვთქვათ მაყოფილები გავიდნენ ამ შეხვედრიდან. რაც შეეხება პირად კონტაქტებს, რაც შეეხება უფრო სტრუქტურირებას ურთიერთობების, ანუ კონკრეტულ პარტიებთან ყოველგვარი ასე ვთქვათ რევერანსის გარეშე ვამბობ. ეხლა ჩვენ აზრს ვხედავთ, ჩვენი ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ძალის და ის სტარტაპებიც მაგიტომ ახსენე, რომ გონია რომ საზოგადოებაში უფრო დაკვეთა დღეს არის ისეთ ძალებზე, როცა სიახლეზე ვსაუბრობთ, რომლებიც არ არიან დამძიმებული წინააღმდეგობრივი, გამოვიყენებთ სიტყვა ტოქსიკური წინააღმდეგობრივი წარსულით. ალბათ დაკვეთა ამაზე არის და ალბათ ეს დაკვეთა ჩვენ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად დაკომენტარებენ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, რომ ტოქსიკური წარსული თვითონ აქვსო. დარწმუნებული ვარ. რაში გამოიხატება ეს ტოქსიკური წარსული? ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობასაც ქონია ამაზე ხო, მოდით ასე ვთქვათ, ამაზე ძალიან სრული არა, მე ეს არ მაღელვებს, იმიტომ კი არა რომ ჩემთვის სულ ერთი არის, იმიტომ რომ მე რასაც ვამბობ, დარწმუნებული ვარ ამ სიტყვების სიმართლეში და გითხარით, აგიხსენით, ახლა თუ ვინმეს გაგება უნდა ხო გაიგებს და არა მესმის, მე თუ არ უნდა გაგება მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ზოგადად იმ სენთან გვაქვს საქმე, რასაც არაადეკვატურობა ქვია შეფასებებში და კრიტიკული აზროვნების არ ქონა, ანუ რასაც პროპაგანდა ჩაუდებს პირში, მზად არიან ის გადაყლაპება. ამაზე გავაგზავნოთ აზრი რა, რომ ამაზე მეტად ახლა უხერხულიც არის ამ თემის გაშლა, იმიტომ რომ ახლა მე ჩემ თავზე ვისაუბრო, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, ახლა ძალიან ხერხულ ვითარებაში ჩავაგდებ საკუთარ თავს და თქვენს კითხვას რო დაუბრუნდეთ, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ცალკე აღებულმა, გეგნებავთ რესურსით, ან ფინანსურით, ან ინტელექტუალურად საკუთარ თავზე ეულად აიღოს ეს ფუნქცია. ხო, აი გუნდა მეთქვა, რომ საუბრობთ 51% აიღებს ცალკე. ჯერ ეს ერთი საარჩევნო ბუღალტერიის კუთხით და მე ეს ქვეყანა. აი ამ წუმპედან ამ მოიყვანო, ამ მოგლიჯოდა მე ისლებები განახორციელო, მე არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური ბანაკი, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადამიანური კაპიტალის კუთხით თუნდაც აი მის რესურსი მხოლოდ საკუთარ თავში კონდეს. ამიტომ ეს ურთიერთობა აუცილებელი არის და აუცილებელი არის არა მარტო იმ ეგრეთ წოდებული 51%-ის მოპოვების შემდეგ, არამედ ეხლა. შეიძლება ეხლა უნდა მივეჩვიო ჩვენ ამ პოლიფონიას, რომ მე ხელისუფლებაში გადასვლის შემთხვევაში იმედია, რომ მე იქ უკვე ეს კომუნიკაციები იყოს ყოველი, იმიტომ რომ შტაბ-შტილება რას ელოდებოდეს ხომ ამას. ეს ხო მარტო ეკონომიკის საკითხი არ არის, ეს ხო მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის, ეს არის კომუნიკაციის საკითხი, ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი და ჩემთვის თავარი ეს არის ამ შემთხვევაში საზომი, თუ ჩვენ ვინმესგან ვისმენთ, რომ აი ჯერ საქართველოს საუბრობს შეურაცხყოფის გარეშე, ქურთვისა და ლანძღვის გარეშე, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის პირველი ინდიკატორი და პირველი შეფასება პოზიტივის სწორედ ამაში გამოიხატება. აი ესე გვერდ-გვერდ რო დავდოთ, დაახლოებით მსგავსი წამოწყებები, სტარტაპები, ერთი სხვა მაგალითად ლელო და გახარიაც მოდი შევიყვანოთ, მაგამ ბავში, რომელიც პრინციპში ჭარებში ნადირობდა ისეთ ელექტორატზე და ელაპარაკებოდა ისეთ ხალხს, რომელიც არც არსებული ხელისუფლების და არც წინა ხელისუფლების ხარდამჭერი არ იყო და რაღაც შუაში სტულ ბანაკზე, ესე ვთქვათ, მეტნაკლებად უნდა და ას გარკვეული სეგმენტის ამორჩევაზე გასვლა. რაღაცა ნაბიჯები აკეთეს და მივიდნენ იქამდე, ეხლა სადაც ხედავთ, სადაც არიან. თქვენი პროექტი ცოტა განსხვავდება ამათგან, თვალთ ესეთი არ არის, მაგრამ დაახლოებით ძირითადი ბირთვი ამორჩევლების მაინც ესენი ახლა ასე ჩანს. ხო, ახლა ასე ჩანს, რომ ძირითადი სამიზნე, პირველი სამიზნე, თუნდაც რომლებიც მე თქვენ თუ დაარწმუნებთ თქვენი სახელითაც დაელაპარაკებიან სხვებს და ესდებიან რომ ეს თუ გადიდდეს ეს თქვენი ქსელი, ხო? რაც ერთმანეთს გავს. აი სამი საკითხი რო ჩამოვთვალოთ ისეთი, რომელიც მაგალითად მნიშვნელოვანია ასეთი ძალის წამოწყებისას, ასეთი მოძრაობის წამოწყებისას,
როგორ გააკეთეს მაგალითად ამათმა და რა შეიძლებოდა უკეთესი გაეკეთებინათ, ან თქვენ როგორ ხედავთ უკეთესად გააკეთებთ და გამოვა უფრო უკეთესი, იმიტომ ნახეთ რომ დიდი არაფერი შედეგი ელექტორალურად ხელშესახები არ ქონდა ამ გიორგი აი რა გააკეთეს ისეთი რასაც უკეთესად გააკეთებდით და ჯობდა ესე ეკნათ ესე იგი მოდი ესე ვთქვათ ისევ რომ ჩვენ შეიძლება კომპაქტური გავხადო ჩემი კითხვა და პასუხი და კონკრეტული ეხლა კიდევ ერთხელ მოვ ჩვენ ეხლა ეკონომიკურ და პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებზე ნუ ვისაუბრებთ. ისევ დავკონცენტრირდები მანერაზე და ქცევაზე. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი არის და ჯერ საქართველოსთვის. პირველი რაც არსებითი არის, შენ თვითონ უნდა გამოიშევოდე დემოკრატიულობით და ღიაობით შენი ბუნების. ეხლა სწორედ გამიგეთ, ეხლა არავის მისამართით არ მინდა კენჭი ვისოლო, მაგრამ არის გარკვეული კითხვები, ხო? მეტი დემოკრატიულობა ეს. შედარებით ვთქვათ, ეს ერთი, მეორე ესე იგი არ უნდა იკეკლუცო ადამიანებთან საუბრისას რა ახლა ჩვენ რამდენიმე შეხვედრა რაც ჩავატარეთ დამფუძნებელ ყრილობამდე სხვადასხვა თემატური შეხვედრები ისიც არ გამოვდიოდი თქვა ჭკუის დამრიგებლად რაღაც ეს თქვა არა თქვა ვაყენებდით საკუთარ თავს რაღაც ოლიმპოზე და ეს სიტყვა რასაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ თანამონაწილეობა აზრის შემუშავებისას ჩემი აზრით ადამიანებმა თუ ვინმე გავიდა პოზიტიური შეგრძნებით ამა თუ იმ შეხვედრიდან და სწორედ გავიდნენ უმრავლესობა გავიდა სწორედ ამიტომ რომ ეს ჭკუის მოკითხვა და დაკითხვა არის ყოველთვის ორმხრივი ალბათ ეს არის ეს თქვათ მთავარი სტილი თუ ხელწერა და კიდევ ერთი რაც არსებითი არის რომ ეხლა ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ ისეთი სისტემა შევქმნათ და მაგაზე არის სხვადასხვა მოსაზრებები რომ აი რიგი წევრს შორისა და ეგრეთ წოდებულ პარტიულ თანამდებობას შორის არ იყოს განსხვავება. ნუ განსხვავება როგორ არ იქნება წესდების მიხედვით, მაგრამ ყველა მათგანი იყოს ჯერ საქართველოელი, ასეთი ტერმინი არის და ხა შეიძლება ვინმეს გაიღიმოს ამაზე ან პოპულიზმად ჩათვალოს, მაგრამ ერთ-ერთ ეთერში ეხლა ხანს რომ მომართეს პარტიის ლიდერი, ლიდერი სიტყვა არ გამაგონოთ მეთქი. რა ვიცი ხა თუ ამ სტილში შეიძლება მოიძებნოს და ეხლა მე ერთ-ერთ არ დავასახელებ კონკრეტულად ერთ-ერთ ასეთ ცენტრისტულ ძალას მაგრამ ასევე ერთ-ერთმა ენამოსრებულმა ადამიანმა თქვენ მას კარგად იცნობთ რომელსაც ეხერხება ესე ჩამოყალიბება თქვა ესეთი რამე რომ ამ პარტიაში უკაცო ესე იგი პირველ ნომერსა და მეორე ნომერს შორისო როგორი განსხვავება არის არისო პირველი ესო და მეორე სადაც მე-20-დან იწყებაო რა და სხვა შეიძლება იმათ ოფისში რო ვიყავი მეც ესეც ადამიანებამდე ძნელი დასაჯერებელი იქნება მით უმეტეს აი პოლიტიკური კულტურის ფონზე და ისტორიის ფონზე რაც გვაქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანებს დააჯერო რომ პარტიაში მაგალითად აი ვიქტორ ყიფიანი არ არის აი მაგის გავიდა და მოდი ახლა კითხვას არ დავსვამ თავარი და ანუ დემოკრატიული პროცესი როგორ უნდა გამჭვირვალე როგორ უნდა გახადოთ ხალხისთვის რომ დაინახონ დაგინახონ ეგეთად მე ნახევრად ხუმრობით გეტყვით რაღაცას კითხვა არ არის უბრალოდ მე როგორც კომუნიკაციების სპეციალისტი გეტყვით რომ ზოგადად თქვენ ბრძოლაში წარმატებებს გისურვებთ და მე რასაც ვისმენთ თქვენი ბრძოლის მიზნები პირად ჩემ მიზნებთან ძალიან ახლოს არის მაგრამ აი კონკრეტულად მაგ ბრძოლაში რომ თქვენი პარტია არ იყოს დაკავშირებული ვიქტორ ყიფიანის სახელთან მე მგონი რომ აუცილებლად დაბარცხდებით როგორ არ იყოს დაკავშირებული მაგ ბრძოლაში რომ თქვენი ჯერ საქართველოს პოლიტიკური ძალის სახელი რო არ იყოს ჭიდროდ დაკავშირებული ვიქტორ ყიფიანის სახელთან როგორც სხვა პოლიტიკური ძალები აი რატომაც გონე რომ ამ ბრძოლაში დავახა ცუდი ფორმულირება გავაკეთე სპეციალურად დამარცხდებით მეთქი მაგრამ ასე ჩანს რატო აი სხვა გვარები რაც თქვენ აბა მირჩიეთ მეც იქნებ დასაშლელი ვარ და რო გავალ ამ გადაცემიდან ეგ არის აპრიორი გარნიშნავს საერთოდ არ გამოურიცხავ რომ ქართველებს ეს უფრო მოსწოთ ესეთი ცენტრალიზებული ეს აქამდე ესე იყო ხო არა ნუ ეხლა მე არა ჩემს კოლეგებს ახლა ჩემგან ადვოკატირება არჩიდება, მაგრამ ის სახელები და გვარები, ვისაც თქვენ ხედავთ, ალბათ ძალიან მაღალი საკმაოდ უხერხულია საუბარი ჩვენ, საკმაოდ მაღალი სანდოობით გამოირჩევიან და კომპეტენტურობით ახლა ხო? ერთ-ერთი ჩემი მეგობარიც არის მათ შორის, მაგრამ ხო, აი რა დაეწუნებათ მათ ცალკე ხო? ახლა მაღაზიანობი დავებთ ახლა ცნობადობის კუთხით. აქედან გამომდინარეობა. ცნობადობის კუთხით ალბათ ძალიან რთულია. მოდით მადლობას გეტყვით ამ ერთხელ ამ კომპლიმენტისათვის, თუმცა ამ თავითვე უარყოფ, იმიტომ რომ მთელი ჩვენი, აი, როგორ გითხრათ, იცით, ახლა
კამერაზე ჩვენ შეკრებებს ვერ გადავიღებთ, მაგრამ 11 თვე თითქმის მოვდივართ აი ძალიან ღია და ავთენტურ გარემოში. ეს ციფრული სარკერო იყოს, სადაც მაგალითად მე შემიძლია შემოვიდე და აი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ამდენი ხმით, აი ამათმა მიცეს ხმა, რაღაც აი ესეთი და ვერ გადავიღეთ ხო კი თქვით, ახლა გადაღება ახლა ცოტა ის ჩაგვეთლებოდა რაღაც გეკლუსობათ, მაგრამ ამაზმაც გაიარა სხვა შორის რომ აი ეს შეხვედრები გავაციფრულოთ. ეხა ბუნებრივია ხაც შეხვედრა ვერ იქნება იქ თქვათ იმაზე კალმის შეძენაზე და მაგრამ როცა არსებითი საკითხების განხილვა ხდება და ალბათ ეს ერთ-ერთი ვარიანტაგანი უნდა იყოს. საერთოდ ერთი რამე გიორგი რა ნახეთ ესე იგი დღეს რეში კი შევიტანეთ ეს განაცხადი. არ ვიცი 30 დღეში რა მოხდება მაგრამ არ გვინდა ვიქცეთ აი ტრადიციულ გრუზინულ პარტიად რა. ეს ეგეთი რაღაცები მარცხდება. ეს სულისკვეთება რომელიც გვაქვს და ეხლა მე თვითონ ეხლა 30 წელია იურიდიულ პრაქტიკაში ვარ, ხო, რაღაც ესე კორპორატივიზმის ელემენტები ეს სტარტაპი რატო ვახსენე, გვინდა შევინარჩუნოთ ეს შემოქმედებითობის, იმიტომ რომ როგორც ქვეყანასთან მიმართებაში, მოდით ასე ვთქვათ, როგორც პარტიასთან მიმართებაში, ასევე ქვეყანასთან მიმართებაში, ბიჭო, საქართველოს თავარი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სილაღე და თავისუფლება. ეხლა ჩვენ სამხედრო ძალით ხო, ვიდათ არ გამოვირჩევი და ხო, კაცი რო ჩამოვა და რო გადმოკვეთავს საზო ამას უნდა გზნობდეს ეს უნდა ქართული რბილი ძალა პირველ ჩვენ სტანდარტებში გამოიხატება და ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და ამაზე დაშენებული ყველაფერი დანარჩენი. აი ჩანიშნული მაქვს მოდითონიკეთ. ჩართულობა და თანამოწელეური პოლიტიკაზე მინდა კიდე დაგისვათ კითხვა წეგანაც რაღაცნაირად ვახსენე თქვენი სამიზნე აუდიტორია თქო. ეს ამის შესახებ რომ ბევრი ადამიანამდე მიიტანოთ თქვენი სათქმელი მარტო ტელევიზიის ეთერი და შეიძლება სოციალური ქსელი არ იყოს საკმარისი და დიდი და ძლიერი ქსელი ჭირდება რეგიონებშიც და დიდ ქალაქებშიც. და კიდე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ბიზნესმენებს, ვისაც ვესაუბრებიო, ძალიან კი მოწონთო და სიმპათიის დონეზე, ანუ სიმპათიებს გამოთქვავენო, მაგრამ აი სიმპათიის დონეზე შემოიფარგლებიან და მეტი წინ ნაბიჯის გადადგმა ვერ ხდება. ეს გარკვეულ რესურსების დეფიციტთან მივყავართ ამ ყველაფერს. ანუ დაიყოს ძალიან დიდი მასშტაბური მოხალისეობრივი აქტივობა ადამიანების მხრიდან. ან მეორე ვარიანტია რაღაცნაირად ეს როგორ გითხრათ რაღაც მარკეტინგულად მიხვიდეთ ყველა ადამიანი ოფისი იქნება ეს თუ აქტივობა თუ კამპანია. აი როგორ ესე იგი ამ კითხვაზე ზუსტი პასუხია კი გიდასტურებთ რომ ესე იგი არის დიდი სურვილი. ეხლა მე ვერ გეტყვით ყოველი მეორესგან მეთქი, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფი, ვისაც სურვილი აქვს, მაგრამ სურვილს ძებნას დაუწყებენ. არ მიდიან სურვილის მიერ. ერთ-ერთმა კაცმა ესეც მითხრა რომ ქეშათაც კანონის დარღვევაა, მაგრამ ამასაც ვერ ვიზამო. ნუ ახლა მესმის, ახლა თან მესმის, თან ბრაზდები. იმიტომ რომ მე რომ ვეკითხები მათ პრობლემებზე და ამბობენ როგორ არიან ჩაწიხლული და როგორ ხო მოწოდება, ახლა მე თვითონ ბუნებით ჩეგევარა არა ვარ და აცფიდელ გასწრო, მაგრამ ამოიღეთ ხმა, ხო? ნუ 4-5 კაცი. შეიძლება თავი მოიყაროთ და ერთი განცხადება ერთად მაინც გააკეთოთ, იმიტომ რომ ასე მგონია, შეიძლება ვსწრები რა, რომ ამ ერთმა განცხადებამ შეიძლება ჯაჭვური ეფექტი იქონიოს რა. ოღონ ვიღაცამ ბიძგი მიცეს. ერთმა არა, 3-მა, 4-მა, 5-მა. თუნდაც კონსტრუქციული რბილი რაღაცა იყო და წამოკნავლების დონეზე მაინც. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს, ბუნებრივი ხარ რეალისტები ვართ. ადამიანური კაპიტალი იმდენჯერ ვიძახე, ხაზი გაუსვი, რა თქმა უნდა, ჩვენი აქტივი არის, მაგრამ ხა მარტო ამითაც ხო შორს ვერ წახვალ. კარგი თქვათ, ყრილობაზე ფული ავრიბეთ. და მადლობა იმ სასტუმროს სადაც ჩავატარეთ, საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაგვიკეთეს, ეხლა ნურავი ნუ მიადგება, მაგრამ მათი მხრიდან მხარდაჭერა მაგაშიც გამოიხატებოდა რა. ეხლა აწი რა იქნება? ნუ ეხლა ერთი ვარიანტი არის ესეთ crowdfunding-ი, ეგრეთ წოდებული, რაზეც ფიქრობთ. რამდენად ამით შეიძლება შენ ესე თქვათ შორს სახვი და სხვა საკითხი არის. რეგიონებთან დაკავშირებით ვიფიქრობთ და დამუშავების სტადიაზე არის უფრო ტექნოლოგიების ამუშავება, ვიდრე ფიზიკური ოფისების გახსნა. იმიტომ რომ ფიზიკური ოფისების გახსნაში და კაცი იქ დილით მივიდა და საღამოც წამოვიდა, ამაში დიდ აზრს ვერ ხედავთ რა და ამ ტექნოლოგიებს, გაჯეტებს ალბათ უფრო მეტად დავამკვიდრებთ. ანუ ფინანსური ნაწილი რეგიონებში ადამიანი, რომელიც აი ოფისში კი არ იჯდება და აი მეზობელთან რო გადავა, გადმოვა, აი რაღაც აი შენი ხალხი, შენი ქსელი ესე აგენტები დავარქვათ რა. ასეთ საყრდენებზე დღეს აქტიურად მსჯელობთ
არის გარკვეული მონიშნები, არიან კონკრეტული ადამიანები. აი თუნდაც საღამოს ვახშამი მოაწყოს სოფელში და დაპატიჟოს დაელაპარაკოს ჯერ საქართველოს სახელით. აი ესეთი რა. თქვენ სწორედ იმას ამბობთ, რასაც ჩვენ საუბრობთ, ამიტომ ჩვენ მორიგ შეხვედრაზე აუცილებლად დამოგიწევთ რა, რომ ეს ჩემით მოგონებთ თქვენს ტურნიკი. გული უდახსნებათ მაგაზე. არა, რაღაც არატრადიციული, არაკონვენციური გზები უნდა ვეზობოდე. ერთ-ერთი არის word of mouth, ხო? ეს თქვა შენი ადამიანები, რომელიც ადგილზე ავტორიტეტით სარგებლობენ და შეუძლიან და თქვა აი ამ სიტყვის გავრცობა. ეს ალბათ ეს რეჟიმი ამასაც გეტყვით გულახდილად მეგობრებო, რომ ალბათ რაღაც ეტაპზე უფრო ლატენტური იქნება, იმიტომ რომ არ გვინდა ამ ადამიანების ხო ესე გამოყრა და გამოგდება, იმიტომ რომ ეს ძირშივე მე ზალისხმება ჩაიშლება და მათაც რისკის ქვეშ დავახენებთ. ხო, მოკლედ ეს საკითხი არის და ამის ფიქრობთ როგორ ვუაროთ ამ თემას. ფინანსურ ნაწილში მე რაღა დაგიმოვთ და ველოდი რომ უფრო მეტი გადაწყვეტილებები და ნაკლები ბუნდოვანება გექნებოდა ამ გადაცემაში, უფრო მეც გვეტყოდით, რაღაცნაირად შეშტაბილება დამჩა, რომ ჯერ ეს დაფინანსების ნაწილი როგორ იქნება, ამაზე ფიქრობთ, არა გაქვთ არათუ გარანტიები, არამედ რაღაცა ამ კუთხით ისე დააარსეთ მოკლედ პარტია, რომ ჯერ როგორ იფუნქციონირებთ ფინანსურად, არა გაქვთ არანაირი გარანტიები. GOK-ი ფუნქციონირებდა ამ რეჟიმში. ინიციატივა ჯერ საქართველოს ფუნქციონირებდა ამ რეჟიმში და რა ვქნა ახლა თუ გინდ კედელთან მიმაყენეთ და ჯერჯერობით პარტიის სტატუსით ვართ ამ რეჟიმში. რა თქმა უნდა არის სხვა ვერსია, ხელისუფლების ფული და ასე შემდეგ. მე ყველას ვთხოვდი თუ სადმე ეგულება რაიმე კვალი ამ ფულის გამაგებინონ. გამოჩნდება კიდევაც თქვენ აქტივობებში და იმ ფასში ეს აქტივობა რა ძღირს, ხო? ეხლა ეს მეცასვით იმპოვნელი დასაჩუქრდება აუცილებელი წესით. და თუ ეს პოვნა მათ შორის გამტკიცებული იქნება ფაქტობრივი მასალით, ну შესაბამისად საზოგადოება დასმას გააკეთებს ჩემს სარწმუნოებაზე და ჩვენ საიმედოობაზე. ორიოდე სიტყვით რო დაუბრუნდე იმ კითხვას, ახლა ჩვენ ერთ-ერთი კონცეფტი ეცქვათ ეს ელექტრონული ოფისის, ეს ძალიან მოგწონს, იმიტომ რომ თვითონ აი სოციმედიაშიც უფრო აი ამას მივაწექით რა, რომ ეს თქვათ აი გაციფრულება, რა თქვა ტექნოლოგიების გამოყენება. ვნახოთ რა გამოგვივა რა, რომ ნაკლები დანახარჯით, რაც შეიძლება მეტი ეფექტის მიღწევა. ერთ-ერთი ბოლო კითხვა მაქვს, ცოტა თემის შეცვლა მინდა. მე მაყურებლის კითხვა იყო ორი სხვადასხვის და ამიტომ მინდა გავაჟღერო. ფეხბურთს ხომ არ ეხება? არა, მე 1-2-3 ცოტა მკივნეულ თემას ეხება ქართველებისთვის მუდმივად მკივნეულს, რა ვიცი, მე რას დავიბადე ყოველ შემთხვევაში. ტერიტორიული მთლიანობის საკითხს როგორ უყურებთო? ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა მე პირადად, რომელიც როგორც ჩანს თქვენს ყრილობაზეც იყო, არ ვიცი, იმიტომ რომ ყრილობაზე გააჟღერესო რა, ერთ-ერთ პრიორიტეტად ბოლოსკენო თქვენსო, ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც, მაგრამ მე მეტი კონკრეტიკა მაინტერესებს ეს ადამიანმა, როგორ უყურებენ რეალისტურად ამ პრობლემების, პრობლემა მრავალშრიანია, ხო, როგორც ტერიტორიული დაბრუნების საკითხი, ასევე ადამიანების უკან დაბრუნების საკითხი, იქიდან დევნილების და ასე შემდეგ, ხო? ამას როგორ უყურებს და ასევე უნდა მივაბათ ბუნებრივად რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, ხო, ამ თემას? კი. მე უფრო მეც გეტყვით და გაცილებით უფრო ობიექტური ვიქნები, ვიდრე ეს ადამიანი, რომელიც ყრილობაზს ესწრებოდა. ჩვენ საერთოდ მაგ თემაზე არ გვისაუბრია ყრილობაზს. ჩვენი ყრილობა იყო მხოლოდ იურიდიული ნაწილი. ჩვენ არ გადავედით პოლიტიკურ განცხადებებში, ერთადერთი ჩემი მოკლე გამოსვლა იყო და ის თქვა ზოგადი მესეჯ ბოქსების ხარჯზე. ასე რომ მაგ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია, მაგრამ ბოლოში ეწერაო, მე არ ვიცი, გაიგოსმა შეიძლება რაღაცა დაარიგეთ იქ, არ ვიცი, არ მაქვს მე ეს. არაფერი არც ბოლოში ეწერა, არც თავში და იქ არაფერი არ იყო დაარიგებული. საერთოდ გარდა იმ ასაწევი ბარათებისა, რომ კენჭი გვეყარა, ასე რომ ეს კაცი მე მგონი სხვა ყრილობაზე იყო. ეხლა რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ასეთია ჩემი დამოკიდებულება, შეიძლება გარკვეული ვარიაციებით გუნდის მთლიანი შემადგენლობა იზიარებს. პირველი საკითხი არის, რომ წესდებაში წერია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სულ ბოლოსო, ესე მოუწერია, ახლა გადავამოწმე. ნუ არ ვიცი ახლა ზემოთ რო ყოფილიყო ერთი პოზიციით, ამით რა შეიცვლებოდა. მეგობრებო, ერთხელ თქვი რა, რომ სულ ერთი არ არის ჩემთვის შეფასები, მაგრამ იაფასიანი მადევარი და რაც კონსტრუქციებით არ დავკავდები, ეს არ ჭირდება. მე მეთქვა, რომ ეს ადამიანი თვითონ შეიძლება იყოს დევნილი და ეთყობა ძალიან დაფრად. ხო და მე მას პასუხობ, იაფასიანობა არ ჭირდება. და არ ჩვენ გვჭირდება და ეხლა მთქმელს გამგონი ჭირდებაო და რამენაირად გაიგონ და გადახარშო. მადლობელი ვიქნებით. ეხლა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. პირველი ორი შეიძლება მრავალი ასპექტი არის, მაგრამ ორი მთავარი ასპექტი ჩემთვის ასე ჩამოვაყალიბებდი. პირველი, რომ საკუთრივ რეგიონში უნდა შეიცვალოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. ჩემი აზრით
მსხვილი ტექტონიკური გეოპოლიტიკური ცვლილების გარეშე ამ ტერიტორიების რეინტეგრირება ძალიან გაჭირდება. ეს ერთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომლოდინე რეჟიმში უნდა ვიყოთ, აი როდის გაძლიერდება დასავლეთი და დასუსტება რესურსი, ესა რუსეთი, საკუთრივ იმ ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივი კონტროლი ხორციელდება, ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ, რომ შევქმნათ სანიმუშო, ამაზე ხო ვისაუბრეთ, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანური გარემო. ამიტომაც ერთ-ერთი თეზა, რასაც ჩვენ ვიყენებთ, აღვიდგინოთ საკუთრება ქვეყანას. ჩვენ თუ აი ამ უგვანობას მივეცით ახლა რაც დარჩენილ ტერიტორიაზე არის, ჩვენ როგორ შეიძლება სამაგალითო ვიყოთ სხვებისათვის. ამიტომ რა თქმა უნდა ის პირველი რაც მე ვთქვი, ის არის გარკვეულწილად ჩვენგან დამოუკიდებელი ამოცანა, მაგრამ ისიც გითხარით, რომ აი ეს უკრაინული გამოთქმა არაფერი საქართველოზე, არაფერი საქართველოს გარეშეო, ჩვენ ამ პოლიტიკას უნდა მივსდევდეთ, მაგრამ ვინ არის მაგის გამკეთებელი და მეორე საკითხი, რომ დანარჩენ ტერიტორიაზე ვაშენებდეთ ნორმალურ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. ეს რაც შეეხება მთლიანობის საკითხს მოკლეზე. ეხლა რუსეთთან დაკავშირებით რუსეთზე ასევე ვთქვით და შეიძლება ზოგი იზიარებდეს, ზოგი არა. ვესაუბროთ იქ, სადაც სასაუბრო არის და სადაც შეუძლებელი არის საუბარი, ბუნებრივი არის, გადავდოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ან ჩვენ ვიქნებით უფრო უკეთ აღჭურვილი, ჩვენი მეტი რესურსულობით, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით, მოკლედ, აი ასე შეიძლება ახლა იცით ძალიან იმაში თეორიზებაში რო არ წავიდეთ, აი კომპარტმენტალიზაცია ქვია დანაწევრება საკითხების. ანუ გეოგრაფია განაპირობებს კომუნიკაციას და ურთიერთობას. ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პარტნიორობა, მეტადრე ვერ იქნება სტრატეგიული მოკავშირეობა. ამიტომ რუსეთთან ურთიერთობას მე ვეძახი ურთიერთობების მართვა. ურთიერთობების მართვა რისკების შემცირებისა და მინიმიზაციის კუთხით. საქართველოს ოცნება როგორც რიტორიკას, როგორც აქვს ახლობთ ამას აკეთებს. მათი რიტორიკით. ქართული ოცნება რიტორიკით ბევრ ამას აკეთებს, მაგრამ რეალური ზრახვით და დღის წესრიგით არის აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ როგორ უყურებთ? ბარი ჩაიკითხებით მათ რუსეთთან ურთიერთობის ფორმას, ეს არის დაქვემდებარებული. ერთ რამეს გეთ ხანდახან აი ვინმე რო გამოდის ქართული ოცნებისგან და აი თვალებ დახუჭული რომ მოусმინო, შეიძლება იფიქრო, ხო, ეს ვინმე ხომ არ არის ოპოზიციური ფრთიდან და მე გაახელ თვალს და მნიშვნელობა მარტო ის ხაგი არ არის ვინ ამბობს, უბრალოდ რას ამბობენ, არამედ ვინ ამბობს. ვისი პირიდან ამოდის ეს უბრალოდ პასუხად იმისა, რომ არის რაღაც საკითხები, რაზედაც შეიძლება იყოს სოფხედულობრივი ერთობა, მაგრამ მეორე არის განზრახვები. რა არის ამა თუ იმ განცხადების უკან. თქვენ რა კითხვას მისვამდით? რუსეთთან მათ დამოკიდებულებების თქვენი შეფასება როგორ არის? ეს არის ხო გაგვიგია ჩვენ რომ პირდაპირ რუსული ხელისუფლება დანიშნული, ეს არის შეშინებული ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს უწევს რუსეთს, თუ აი რუსეთთან მათი დამოკიდებულების ფორმას თქვენ როგორ ხედავთ? ბოლო სადღაც აი ერთ-ერთი კვირის წინ დამისვეს ეს კითხვა და გითხარით რომ ინფილტრაციის ხარისხი ალბათ რუსული იმდენად მაღალი არის, ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია ამასე. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ბევრი ინდიკატორი, რითაც შეგვიძლია ამით, მაგრამ ერთხელ თქვი, რომ ჩვენ მოვემზადოთ უსიამოვნო სიურპრიზებისათვის, როდესაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ შეიძლება ისეთი ხარისხის წინაშე დავდგეთ, რომ აი იცით რომ შევწმეთ და შევწყვეს კიდევაც რა და სხვაშორის მაგასთან დაკავშირებით აი დასავლელ პარტნიორებთან როცა მაქვს სხვადასხვა საუბრები კულუარული მათ შორის ვეუბნები რა რომ აი მომდევნო ხელისუფლებას ეს კოალიციური მათ შორის ხო აუცილებლად დაჭირდება არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა და არა მარტო შეიძლება უშუალო უსაფრთხოების კუთხით, იმიტომ რომ ისეთ ინტერესებთან დაპირისპირებაში შეიძლება მოვიდეს ძალა, რომელიც გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული, რომ მხოლოდ ქართული რესურსით გამოისობით და ალბათ უშიშროებაზე. მხოლოდ ქართული რესურსით ამის დაძლევა იქნება ძალიან რთული და ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი არის, გიორგი, რითაც ვავეუბნები რა, რომ საქართველოს кейსი არ არის მხოლოდ ქართველთა кейსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავურბივართ იმას, რომ ჩვენი საშინაო დავალება ჩვენ უნდა შევასრულოთ, მაგრამ ამ кейსმა სხვა განზომილება მიიღო. ეს თქვენი кейსიც არის რა და ამიტომ ამას ცოტა სხვაგვარად შეხედეთ. არა გვერდიდან, შორიდან, არამედ როგორც თანამონაწილე. ახლა პარტნიორებზე დავიწყეთ ლაპარაკი, ორ საკითხს გავაერთიანებ ბარემ.
დასავლეთთან ურთიერთობისას ჩვენ მარტო მათი აზრის მომხმარებელი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა ვუკარნახოთ კიდეცო და რაღაც ნაწილობრივ დავიწყეთ კიდევაც მაგას საუბარი, რა შეიძლება ვუკარნახოთ ჩვენ რაც გვჭირდებოდეს და კიდე იყო ესეთი რაღაც, რომ ინგა გრიგოლიასთან ეხლა ქართულ ოცნებას მხოლოდ დასავლეთთან ერთადერთი რაღაც დარჩა, რომ პატიმრებით ივაჭროსო, მეტი არაფერიო. მეტი სხვა შესათავაზებელი სტრატეგიული ხედვები აღარ აქვთო. ნუ აი თქვენ რა შესთავაზებდით სტრატეგიულ ხედვაში დასავლეთს და უშუალოდ თქვენი გადასაწყვეტი რო იყოს, რა არის ჩვენი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია დასავლეთ შევთავაზოთ ერთის მხრივ და რა შეიძლება აქედან უკარნახოთ კიდევაც იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ კიდევაც და მათთვის რა იქნება სასარგებლო. რას უკარნახებდით და სტრატეგიულად რა შესთავაზებთ? ჩვენ სტრატეგიულად აი ძალიან მოკლედ რომ ნარატივში ჩავადიო, ჩვენ ამას ვამბობთ სხვადასხვა მასალაში, ჩვენ ვიყოთ დასავლეთის ხუჭურიანი ბასტიონი რეგიონში. და ამას ვანიშნებთ აბსოლუტურად კონკრეტულ მნიშვნელობას. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკა და ეს არ არის მხოლოდ კინეტიკა, არამედ ქართული кейსი იქცეს მაგალითად. სხვა რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის, რომ იქ სადაც დასავლური ცივილიზაცია არის, ის სახელმწიფო აპრიორში არის წარმატებული. ამიტომ თუნდაც თქვათ ოცნების ხელისუფლებამდე ეს სადემონსტრაციო кейსი ქართული რეფორმების ამითაც საინტერესო იყო რა, რომ ეს მარტო საქართველოს მოსახლეობაზე კი არ ვრცელდებოდა თავისი გავლენით, არამედ აი დომინოს პრინციპის გარკვეულ სხვა პულსაციას პროცესებს გავლენები სამხრეთში. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი მნიშვნელობა გავაბევროთ, ახლა სხვანაირად 4 მილიონიანი ბაზარი ეკონომიკურად ვერ იქნება, ხო არ? აი ასწორეთ ასეთი აი რბილი დასავლური რბილი ძალის პროექცირების კუთხით უნდა მოვახდინოთ ჩვენი მნიშვნელობის გაზრდა და რამენაირად სხვა რეგიონში აყვანა. ქართული ანარეკლი ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის რეგიონში. ხო, აი მე ესე იგი რო დავასპოილეროთ ახლა გითხარით რომ წერა და კითხვა მიყვარს მეთქი და ვეთამაშები სხვადასხვა პუბლიკაციებს მიუხედავად იმისა რომ არც საერთაშორისო ურთიერთობებში არ ვარ პროფესიონალი და არც ისა, მაგრამ უბრალოდ საკუთარ თავზე მუშაობა მიყვარს, აი ხომ ორიგი ნარკვევი ნაწერი კი საქართველო არის კლასიფიკაციის მიხედვით მცირე სახელმწიფო, ანუ კომპაქტური როგორც ჩვენ ვთქვით, მაგრამ როგორ შეიძლება საშუალო სახელმწიფოს გავლენის მქონე იყოს რეგიონში და ეს მოკლედ იცით როგორ არის, აი სხვანაირად გეტყვით რა სოფლიო როგორც ვითარდება ამ ეგოისტურ დაუნდობელ ძალიან ველურ გარემოში ჩვენ თავზე მაღლა არ ახვდით იმაზე მეტად ამბიციური თუ არ ვიქენით ვიდრე ამას ჩვენი ფიზიკური რესურსი იძლევა სხვაგვარად 10-15 წლიან პერსპექტივაში ჩვენი ადგილის დანახვა როგორც თვითკმარი კონკურენტუნარიანი ერი ძალიან რთული იქნება ამიტომ ჩვენ განწირული ვართ რა რომ ვიცხოვროთ უჩვეულო ცხოვრებით რა ჩვენ იმაზე უფრო მეტად ამბიციურები უნდა ვიყოთ ვიდრე საშუალო და დიდ სახელმწიფოებს შეიძლება ამის პოპუნება კონდეთ ამბიციურების და შედეგიანების ალბათ და იმის რესურს რამდენად ერთი მეორესთან არის დაკავშირებული ფაქტიურად აი ეს წლების მანძილზე რაღაც მიზანმიმართული დაჩაჩანაკება მიდიოდა როგორც ინსტიტუციების ასევე საზოგადოების და რასაც უყურებთ ხა რაც ხდება რომ რაღაცა თითქოს იმუნიტეტ დაკარგული ორგანიზმივით ვართ არაფერზე აღარ რეაგირებთ რამდენად ჯერათ ქართველებს კლავი მისი რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. იცით, აი ხო ჩვენ ხო დავდეთ პირობა და ვთქვით, რომ ეს არ იქნება რაღაც შოუ პოლიტიკური ქულების დაგროვების გადაცემა და ამ ნაწილშიც მინდა გითხრათ გულსპელად და გულახდილად. კი ჩვენ შეგვიძლია ბევრი მოვკითხოთ ხელისუფლებას, პარტიებს და ასე, მაგრამ რიგითმა მოქალაქემ საკუთარ თავს აუცილებლად უნდა მოგითხოს რა. აუცილებლად, იმიტომ რომ ერთხელ თქვი რომ ეს რაც ხდება გარკვეული წილი პასუხისმგებლობის საშუალო სტატისტიკურმა ქართველმაც უნდა აიღოს საკუთარ მხრებზე სხვაგვარად არ გამოვა და ეხლა თქვენ რაც თქვით ხო როგორი პროცესები განვითარდა ქვეყანაში და რა განვითარდა ისევ გაიღვიძა ჰომო სოვიეტიკუსის კომპლექსმა. მოდით რა ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სოფლიო რუკაზე ვიცვალეთ ფერი სამწუხაროდ ეს საბჭოური მენტალობა თურმე არსად არ წასულა. არ დაგვინგრევია საბჭოთა და თავი რო დავანებოთ 78 მუხს და ნატოს და ასე შემდეგ აი თავარი რაც ამათ მოახერხეს ეს ვთქვათ იმპულსების გაღვიძება რა საბჭოური ადამიანის და ამას უნიშნელო ნაწილი არ არის რომელმაც ეს მიიღო როგორც ცხოვრების იული წესი სხვადასხვა ფორმებითა და სხვადასხვა მეთოდებით
ნუ რავი ნუბიწყეს, მაგრამ სარკეში ჩავიხედოთ და თვითკრიტიკულები ვიყოთ. სხვაგვარად ყოველთვის სანახევროდ შედეგები შემოიფარგლებთ. და აი ბარემ ერთი ერთსაცვით სანამ რესურსებზე წვემა იქნება და ბიუჯეტი თვითკმარი იქნება, მანამდე იქნები, ანუ ქართულ ოცნებაზე გაქვთ ნათქვამი და აი ამ პროცესში, რომელიც თქვენთვის საინტერესოა, როგორც გითხარით, სად ხედავთ მაგნაწილში ქართულ ოცნებაზე შეტევაზე, აი ქართულ ოცნებას რო შეუტიოთ მაგნაწილში. და რა ფორმით, აი ეს უნდა იყოს სანქციები თუ ეს უნდა იყოს ბიზნესთან რაღაცნაირად თუნდაც ჯერ გავუმჟღავნებელი ურთიერთობა, აი სად უნდა შეუქმნათ პრობლემები, ან როგორ შეიძლება შეექმნათ პრობლემები მაგნაწილში ამ რესურსებთან დაკავშირებით. ალბათ ძირითადი ხაზი წინააღმდეგობის უნდა გადიოდეს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ თავმოყაროების გამოსთა საკუთარ თვალშიც და ჩვენი პარტნიორების თვალშიც. ვერც ერთი ჩვენი პარტნიორი ვერ იქცევა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ძიძად. და დღეს სოფლიო აფასებს მხოლოდ ძლიერებს. ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. და ეს სიძლიერე სწორედ მაგაში გამოიხატება, რომ ტვირთი ჩვენი პასუხისმგებლობის აუთსორსინგით კი არ დავკავდეთ. ამიტომ წინააღმდეგობის ფრონტი და შეუგუებლობა მარტო ქართული ოცნების მისამართით კი არა, ნებისმიერი სხვა მომავალი ხელისუფლების მიერ უნდა დამკვიდრდეს აქ. საზოგადოებაში ხელისუფლება მუდამ 24 საათიან რეჟიმში უკმაყოფილო უნდა იყოს საკუთარი ხელისუფლებით, უნდა იყოს დამკვეთი და უნდა იყოს მომთხოვნი. სხვაგვარად ვერ გამოვა. რა სახის კონსტიტუციაც არ უნდა დაწერო, რა სახის საარჩევნო კანონმდებლობაც, თუ თავმოყარე, პატივმოყარე, საკუთარ ქვეყანაზე თანამესაკუთრე მოქალაქე არ წარმოვიდა და არ დავემშვიდობეთ იმ ჰომო სოვიეტიკოს, სხვაგვარად ჩვენი საშუალება არ იქნება. აი ეკონომიკაში ბიძინა ივანიშვილის და მისი ესე ვთქვათ პროქსების წილი, ახლა ესეც ძნელია გაიგო რამდენი აი ფინანსური ბალიში ესე ვთქვათ რითიც ინარჩუნებს მეტნაკლებად ას ლოიალურობას, რამდენად არის საკმარისი ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული და ვთქვათ ან უკმაყოფილო ბიზნესმენების წილი, აი საერთო ქართულ ეკონომიკაში ბიძინა რო აღარ მოწონთ, ეგეთი ბიზნესების წილი უფრო მეტია თუ ისეთების, რომლებიც რაღაც კბილად გრძნობენ თავს ბიძინასთან. როგორ ახვალ გაგიანალიზებიათ. არა, ახლა მე პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ის რაც კრავს სისტემას, ეს არის აღარ მიცემობა. და თქვი კიდევაც ეს არ არის იდეოლოგია, ეს არ არის მსოფლმხედველობა, ეს არის ულუფაში თანამონაწილეობა. ზოგს მეტი წილი ხდება და ზოგს ნაკლები. და ახლა ეკონომიკაში არის ეგეთი ტერმინი ურთიერთდაკავშირებადობისა და ურთიერთდამოკიდებულების. ეს აბსოლუტურად სხვა თემას ეხება, მაგრამ ამ სისტემის ურთიერთკავშირი სწორედ ამ ულუფაში თანამონაწილეობაზე არის. შეიძლება რომ ეკონომიკური კრიზისი იყოს ჩვენი გამოსავლის გასაღები, აი და გეტყვით და ეს რესურსი სანამ იმუშავებს, ეს სისტემა მეტნაკლებად ფუნქციონირებადი იქნება, მაგრამ როგორც კი რესურსი მილევადი გახდება ან მიაღწევს კრიტიკულ ზვარს, სხვა მეტი შემაკავშირებელი ამ რიგებში მე ნაკლებად წარმომიდგენია. ანუ ეს უჩინარი ნაკადები რაც არის, ეხა მეტნაკლებად ამ ომის გამო შეიძლება ეგ იყოს ამათი საძილე არტერია, რომელიც შეიძლება გადაეჭრათ უკრაინაში ომის დამთავრების მერე. ნომინალურმა ეკონომიკამ და ამაზეც ვისაუბრეთ, გარკვეულწილად პარაზიტირება მოახდინება უკრაინის ომზე და ეხლა ეს სხვა ახალი არის და ეხლა მე ხო ველოსიპედი არ გამომიგონია. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საუბრისთვის. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა. მე რაღაც პოზიტიური თქმა მიყვარს ხოლმე სტუმრებთან დაკავშირებით. რაღაცა მითხარით პოზიტიური და ისე გამიშვა. ჩემთვის სასახად პოზიტიური არის ის, რომ თქვენ ერიდებით როგორც უსაფუძვლო, ასევე მეტნაკლებად საფუძვლიანი პირდაპირ დარტყმებს ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ჩემი აზრით ამ რეალობაში, რაც დღეს ქართულ ოპოზიციაშია, დასაფასებელი თვისებაა. რომ ეს ღია კონფრონტაცია ვიღაცებთან შესulis და რაღაცა ეს რო არ მოდის თქვენგან, ეს ჩემი აზრით კარგი თვისებაა. ეხლა მე არ ვიცი რამდენად გამოვდგები ადამიანად, რომელსაც ეს შეფასებები უნდა აკეთოს რაღაცა ზემოდან ასე არ მინდა გამიგოს ვინმე, მაგრამ ეს სტანდარტი ზოგადად კომუნიკაციის და ურთიერთსაუბრის სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გამოვყოფ ახლა ამას. ის ვის რა შეძლებს, ვინას დააჯერებს ხალხს, ვინ ვერა, ვინამდე პროცენტს დაწეს და ვინა ეს ცალკე თემაა კიდე. მაგრამ აი ეს სტანდარტი სადღაც კარგი მიმართულებით მიდის ჩემი აზრით და ეს იგივე მასაც რა ქვია ალიანსსაც და სხვებსაც სავარაუდოდ გააზრებული აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი შეთანხმების საფუძვლად თავის თავს ესე ჩაუდეს, ხო, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთო და ეს ჩემი აზრით კარგი. მეც ვიტყვი პროცესებზე ბაბადიეთ გიორგი და წონი მადლობა ჩვენ რასაც გაურბივართ ქართული პოლიტიკის პერსონიფიკაციას. ისე როგორც სენტიმენტალიზაციას სხვათაშორის, მითოლოგიზაციას. ისე როგორც გამოდმებული სვერპლის პოზიციაში ყოფნას.
ჩვენი მთავარი აქცენტი სულ მაგასაც არის სისტემას შემქმნელი პოლიტიკა წესებზე, სტანდარტებზე და კრიტერიუმებზე, არა მესიანიზმს, არა პიროვნების კულტს, არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არა დევნას. ეს არის ჩვენი მიდგომა. მე ვიტყოდი რომ იმედი მაქვს ეს არის ძალიან მოსაწყენი პოლიტიკა ქართულ რეალობაში, მაგრამ რაღაცნაირად ამაზე უნდა გადავეწყოთ. თუ გვინდა საშუალება. მესიანიზმი ვისაც ესა მოგწონთ მაინც და მაინც აგერ ჩვენი ეს გაცემა რო გავა იმ დღეს იქნება მესის თამაში სავარაუდოდ და პროცესების მიმართ ინტერესი გამოხატეთ და იმედი მაქვს ამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში თქვენი პარტიაც და მათ შორის პარტნიორები, რომელიც შეიძლება მომავალში ყავდეთ, შემოიტანთ რაღაც ახალ კრეატიულ ნაბიჯებს, რომელიც სხვანაირ პროცესებს შექმნის, სხვანაირად იმედი მაქვს, რომ არის რაღაც იდეები, რომელიც სხვანაირ პოლიტიკას ანახებს ხალხს, რომელიც შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს რა და მეტი ხალხი შემოიკრიბოს თავის ირგვლივ. ამას ვიტყოდი პოზიტიურს, ამას გისურვებთ. მე მადლობა მინდა გითხრათ არა მარტო ამ გადაცემისათვის, არამედ მადლობა მინდა გითხრათ, რომ ინარჩუნებთ იმ კუნძულს თავისუფლების აზრის, რომელიც ამ მედია სივრცეში არის თავმოყრილი და ამ კუნძულების შენარჩუნება, ამ კუნძულების შეკავშირება დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი არის მედია იქნება პარტიული სფერო თუ სამოქალაქო სექტორი, ამიტომ ეხლა როგორც არასდროს გმართებს ერთობა და მადლობა თქვენ ამისათვის. დიდი მადლობა. მადლობა, გაიხარეთ.